რას გულისხმობს კანის მოვლის ბაზისური რუტინა. დასაბანი დამატებელი მზის განამცავი ეს არის აუცილებელი. სასურველია რომ სხეულის ყველა უბნისთვის ქონდეს სხვადასხვა პირსახოცი. თავარი რჩევა რაც მექნებოდა დამწყებთათვის ან ვისაც სურს რუტინაში რაღაც პროდუქტის ჩამატება არის ის რომ ერთდროულად არ დაამატოს ბევრი პროდუქტი. შეიძლება უბრალოდ ფორმულები არ იწყობოდეს ერთმანეთს, რადგან ერთი არის ცხიმში ხსნადი, მეორე არის წყალში ხსნადი და ჯერ როცა ცხიმში ხსნადს იტანენ და შემდეგ წყალში ხსნად პროდუქტს ბუნებრივია იქერცლება. პროდუქტებს კი არ უნდა შევხედოთ და ისე კი არ უნდა ავარჩიოთ რა გვჭირდება, ჯერ უნდა განვსაზღვროთ რა ჭირდება ჩვენს კანს და რომელი ინგრედიენტი მოერგება ყველაზე მეტად მის საჭიროებას და ამის მიხედვით ავარჩიოთ პილოტის შემდგომ არ უნდა გამოვიყენოთ რამოდენიმე დღე მაინც, მინიმუმ 3 დღე. მაგალითად ამქერცლავი მჟავების შემცველი იქნება ეს კრემები თუ დასაბანები, განსაკუთრებით ალფა მჟავების შემცველი, რომელიც ახდენს კანის ექსფოლიაციას, სასურველია რომ მოვარიდოთ, აგრეთვე რეტინოიდები, სასურველია რომ ამასაც მოვერიდოთ. აი მეფედედოფალი მყავს რეტინოიდები და პეპტიდები. ბუნებრივი არ ნიშნავს უფრო უსაფრთხოს და ადამიანი ყველაზე ახლოს როცა იყო ბუნებასთან მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ალბათ 30 წელს ცილებოდა. მოგესალმებით, ჩვენ ვიწყებთ ჯანსაღი დიალოგის მორიგი ეპიზოდის ჩაწერას. ადვილად გამოიცნობ თუ რა თემაზე ვისაუბრებ დღეს, თუ კი გეტყვით რომ ჩვენთან სტუმრად არიან მოსულები, კანის მოვლის მრჩეველები, მარიამ ივანიანიძე და მარიამ დარცმელია. დიდი მადლობა მეგობრებო მოსვლისთვის. მე და მარიამა უკვე ერთი ეპიზოდი ჩავწერეთ კანის მოვლასთან დაკავშირებით და ამ ეპიზოდის მულს ახლა ჩემ თავზე დაინახავთ, შეგიძლიათ დაკრიკოთ და უყუროთ. თუმცა ვინაიდან ზაფხულის პერიოდი იყო, მეტწილად კონცენტრირდით მარიამ მზისგან დაცვაზე და მზისგან დამცავ პროდუქტებზე. თუმცა დღეს უფრო ყოვლის მომცველი ეპიზოდი გვექნება კანის მოვლის რუტინასთან დაკავშირებით და თავში მინდა ვთქვა რომ მე რომელიც არ ვარ კანის მოვლის ექსპერტი და სპეციალისტი, მაინც ჩემი დილეტანტური თვალით თუ ყურით და ესე ვთქვათ, რა ინფორმაციასაც ვიღებ, რამოდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას ხედავ ამ მიმართულებით. პირველი ის, რომ ინტერნეტში, ზოგადად ციფრულ სამყაროში არის ოკეანე ინფორმაციის, საიდანაც ზოგი სწორია, ზოგი არასწორია, ბევრი მითი, ასე ვთქვათ, ვრცელდება. ადამიანებს უჭირს ძალიან ნავიგაცია ამ ინფოდემიას, რასაც იძახიან, ხო, ინფორმაციის სიჭარბეში. მეორე ის, რომ მიდის აგრესიული მარკეტინგი პირადი სარგებლის გამო, ხანდახან ესეთი ცნობადი სახეების მიერაც, რომ თითქოს რაღაცას თუ არ ხმარობ იმ მომენტში რაღაცა დანაშაულია. და მესამე ხა სიტყვაზე მე ვარ ადამიანი, რომელსაც კანის მოვლის ესეთი რუტინა უნდა რომ დაიწყოს და დავიკარგე რა ამ ინფორმაციაში და გადავწყვიტე დერმატოლოგთან მისვლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი მაგარი დერმატოლოგი გვყავს, მაინც რაც ბუნებრივია, ამ სწავლის პერიოდში საუნივერსიტეტო სწავლებას გულისხმობ, ნაკლებად არის აქცენტი ამ ყოველდღიური კანის მოვლის რუტინაზე და ამ ინგრედიენტებზე, რადგან დღეს ხო ფაქტიურად არ არის, მათ უფრო იციან კლინიკური დიაგნოზების დადგენა, შემდეგ კურნალობა და ასე შემდეგ. ამიტომ განსაკუთრებით მახარებთ, აქ რა არის გამოსავალი ამ დროს, მეგობრებო, პასუხისმგებლიანი კანის მოვლის მრჩეველების ყურება და მოსმენა და ზუსტად აი ამ პრინციპით არიან დღეს ჩვენი სტუმრები მოსულები გადაცემაში. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მარიამების სოციალური პლატფორმების სტუმრები იქნება ჩვენ სახწერაში, შეგიძლიათ გამოიწეროთ. ჩვენი გამოწერაც არ დაგავიწყდეთ, მე და ზურას ჩემს თანაწამყვანს პირდაპირ შავი შურით გშურს ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ყავთ ჩვენზე 1000-ობით მეტი გამომწერი დამსახურებულად და ჩვენც გვინდა რომ დავიმსახუროთ და ხელი შეგვიწყეთ ამაში. კეთილი. მარიამ ხელმარცხნივ ჯდო მარიამთან გადმოვალ პირველი შეკითხვით. აი რაც ეხლა ვახსენე ხო შესავალ სიტყვაში, ძალიან ბევრი პროდუქტის მარკეტინგი მიდის, ძალიან ბევრი ინგრედიენტის, ხვდები ხოლმე ხშირად აი რაღაც 10-20 ეტაპიან კანის მოვლის რუტინას და სინამდვილეში აი დერმატოლოგებს რო უსმენ, რაღაც სპეციალისტებს რო უსმენ, ხვდები ხოლმე რომ ბევრად უფრო მარტივად არის საქმე, ვიდრე სინამდვილეში ეს ხანდახან საღდება ხოლმე აი ონლაინ სივრცეებში. რეალურად რა არის რას გულისხმობს კანის მოვლის ბაზისური რუტინა, აი რას უნდა ხმარობდეს ადამიანი, რომელსაც არ აქვს განსაკუთრებული კანის დაავადება ან მდგომარეობა.
ბაზისური რუტინა არის ძალიან მარტივი რეალურად. ეს არის კანის ჰიგიენა. ჰიგიენა ხდება დასაბანის საშუალებით, ან ნებისმიერი მიცელარული წყლით, ან ნებისმიერი ჩამოსაბანი პროდუქტით, რაც კანიდან მოგვაშორებს ზედმეტ ცხიმს, ჭუჭყს, მაკიაჟს, ვინც იყენებს ამ შემთხვევაში. მეორე საშუალება არის კანის დატენიანება, ანუ დამატენიანებელი კრემის გამოყენება და მესამე არის მზისგან დაცვა. ანუ ეს არის მინიმალური რუტინა ყველასთვის, ყველა ადამიანისთვის, იქნება ეს ქალი, კაცი, მოზარდი, ანუ არ აქვს მნიშვნელობა ყველასთვის. შემდეგ უკვე შემოდის დამხმარე საშუალებები. დამხმარე საშუალებებში გულისხმობ ეს იქნება ექსტრა დატენიანების საშუალება, იქნება ეს ტონერი, შრატი, ესენცია, ბუსტერი თუ ასე შემდეგ. ეს არის მათთვის, ვისაც სურს კიდევ უფრო დამატებითი დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება. შემდეგ შემოდის კონკრეტული პრობლემის საწინააღმდეგო რუტინა, ასე ვთქვათ, ვისაც აწუხებს მაგალითად აკნე, როზაცეა, დამატებითი მოვლის საშუალებები. აქ რა თქმა უნდა შედის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტებიც ბუნებრივია და აგრეთვე კიდევ დამატებითი საფეხური შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ანტიასაკობრივი მოვლა. სადაც თავისთავად შედის ლაქების საწინააღმდეგო მოვლაც, რადგან დღესდღეობით უმეტესი ნაოჭ საპრევენციო საშუალება თან ლაქებზეც მუშაობს. თუმცა, ვისაც აწუხებს მაგალითად ჰიპერპიგმენტაცია, ურსულობის შემდგომი, მელაზმა მაგალითად, აქ კიდევ სხვა დამხმარე საშუალებები შემოდის. ანუ მოკლედ რომ თქვათ, არსებობს მარტივ საფეხურიანი რუტინა, ანუ სამსაფეხურიანი ყველასთვის, ჰიგიენა, დატენიანება, მზისგან დაცვა, შემდეგ უკვე მოდის ექსტრა საშუალებები, სამკურნალო საშუალებები და ანტიასაკობრივი. კეთილი. აი ეს სამი ძირითადი ეს ქვაკუთხედი ამ სამი ძირითადი პრინციპისგან შედგება, როგორც მივხვდი, ანუ ჰიგიენა, დატენიანება და მზისგან დაცვა. აი აქ მაინტერესებს ადამიანი, რომელსაც არ დაუწყია ჯერ აი თავისი კანის მოვლის რუტინა არ ჩაურთავს, ესე იგი, აი რა უნდა გაითვალისწინოს, რომ აქ პატარა ნიუანსები შეიძლება გადამწყვეტი იყოს, ხო? პირველ რიგში აი როგორ აი რა რის მერე უნდა გავაკეთოთ მაგალითად, რამდენ ხანს ველოდებით კონკრეტული პროდუქტის გამოყენების შედეგს. ადამიანი, რომელსაც ჯერ არ დაუწყია კანის მოვლა, აი რა არის, რაც უნდა გაითვალისწინოს, თუნდაც კანის ტიპი როგორი აქვს, რომ თავიდანვე რა თქმა უნდა, გამოცდილება გაძლევს ამ რჩევებს, რომ შემდეგ რა უხდება შენ კანს და ასე შემდეგ, მაგრამ აი თავიდანვე რომ ახლოს იყოს იმასთან, რაც იდეალურად მოერგება მის კანს, რა უნდა გაითვალისწინოს დამწყებმა კანის მოვლის სურველმა და როდიდან შეიძლება დაწყება ზოგადად ამ კანის მოვლისა. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება შენს კითხვებს, პირველი რაც მარიამმა თქვა, დასაბანი დამატენებელი მზის გადამცავი, ეს არის აუცილებელი. აი როგორც თქვა, თმას ვიბანთ შამპუნით და მე კონდიციონერს ვიყენებთ, იმიტომ რომ საჭიროა თმის დაბანა, იმიტომ რომ ჭუჭყიანდება და ცხიმიანდება. ზუსტად ასევე ჭირდება ჩვენს კანს დღის განმავლობაში დაგროვილი ცხიმის, ჭუჭყის, ბაქტერიების, მტვერის, რომელიც ძალიან ბევრია ჩვენს ქალაქში, ამ ყველაფრის ჩამობანა და რადგან ჩამობანვის დროს ბუნებრივი ცხიმიც გვშორდება, რაც კანისთვის აუცილებელია, ამიტომ ვიტენიანებთ, რომ ეს თქვა საჭირო ინგრედიენტები უკან დაუბრუნოთ კანს. მზის გადამცავს ვიყენებთ, იმიტომ რომ მზე მავნია ჩვენი სახის კანისთვის, ეს ბევრჯერ გვისაუბრეთ და თქვენ ძალიან კარგად ისაუბრეთ წინა პოდკასტში. შესაბამისად, ეს სამი არის ის, რაც ყველა ასაკის ადამიანმა უნდა გამოიყენოს. ერთადერთი არის ის, რომ ერთ წლამდე არ არის რეკომენდებული მზის გადამცავის გამოყენება ბავშვებისთვის, ნუ როგორც ვიცით, ბავშვებს ბანთ ძირითადად წყლით ბანენ ხოლმე და მერე უკვე რამდენიმე თვის შემდეგ იწყებენ დასაბანის და დამატენებლის გამოყენებას. პატარა ასაკში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ინგრედიენტები, აი უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, ისედაც ვაქცევთ მე და მარიამი ყურადღებას, მაგრამ პატარა ასაკში ბავშვების მიკრობიომი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინგრედიენტების სია იყოს რაც შეიძლება პატარა. არ შეიცავდეს პარფიუმს, ეთერზეთებს და სხვა გამღიზიანებელად ვთქვათ, ძლიერ ალკოჰოლს, ვთქვათ, არ იყოს მეორე ინგრედიენტად denatured ალკოჰოლი, ხო? რომ ზედმეტი, ეგრეთ წოდებული stripping-ს ეძახიან, რომ ზედმეტი რაღაცები არ მოშორდეს კანს, რომ ბარიერი არ დაირღვეს და არ განვითარდეს, ვთქვათ, დერმატიტი და მსგავსი პრობლემები. თუ საუბრობთ თინეიჯერების მოვლაზე, აქაც იგივე დასაბანი დამატენებელი მზის გადამცავი, უბრალოდ თინეიჯერებში, რადგან ტესტოსტერონი იმატებს ხოლმე, ცხიმიანობაც კანზე უფრო მეტად მომატებულია, ამიტომ ასეთ დროს ყურადღება უნდა მიექცეს დასაბანს უფრო მეტად ვიდრე სხვა პროდუქტებს, იმიტომ რომ დასაბანია პასუხისმგებელი კანის კარგად ჩამობანაზე და თუ ცხიმი ბოლომდე არ მოიშორეს, შესაძლებელია დაიხშოს ფორი და გაჩნდეს გამონაყარი. და ეგეთ დროს ურჩევთ ხოლმე, რომ თქვათ სალიცილის ან სხვა მქერცლავმჟავების შემცველი დასაბანი იყოს, ან თქვათ ბენზოლის პეროქსიდის თუ გამონაყარია, რომ ეს ზედმეტი
ბაქტერია თუ გამრავლებული ან ცხიმი მოიშოროთ. დამატენებელი მზის განდამცავი აირჩევა, დამატენებელი კანის ტიპის მიხედვით აირჩევა და მზის განდამცავი როგორი ქსიამოვნებს, რა გიხდება და რა მოგწონს იმდენად, რომ ყოველდღიურად წაისვა. ზრდასრულობაშიც უკვე ეს, როგორც მარიამა თქვა, საბაზისო რუტინა რჩება და მერე უკვე ემატება შატი, ტონერი, რაც ჭირდება კონკრეტულ კანს. მიმდევრობაც მკითხე მე მგონი, პირველ რიგში, თუ საბაზისო რუტინა როგორც ჩამოვთვალეთ, დასაბანი, დამატენიანებელი მზის განდამცავი, თუ არასაბაზისო რუტინა გვინდა, ეხლა მე ჩამოვთვლი მიმდევრობას, მაგრამ ეგ იმას არნიშნავს, რომ ყველა უნდა გამოიყენოთ. ამას მე შემდეგ კიდე ჩავშლი. ხო, არის დასაბანი, მერე ტონერი ან ესენცია, რომელიც ყველაზე თხელია. შემდეგ ისმევა შრატი, თუ რამდენიმე შრატს ვისვამთ ხშირ შემთხვევაში, ან ვირჩევთ ტექსტურის მიხედვით, რომელიც უფრო თხელია, იმას ვისვამთ პირველს, ან თუ ორი ინგრედიენტია, თქვათ, რომელიც უფრო მეტად გვინდა, რომ მოქმედებდეს კანზე, ჯერ იმას ვისვამთ და შემდეგ დამატებით ინგრედიენტს. მერე უკვე მოდის დამატენიანებელი, მერე შესაძლებელია თუ ღამის რუტინა არის სპეციალური ნიღბები არსებობს უკვე ლივონ ნიღბები, რომელსაც ღამე ისვამენ ადამიანები, ვისაც ძალიან მშრალი კანი აქვს, რომ აი ეს ტენიანობა კანში ჩაკეტონ და ტრანსერპიდერმული წყლის დაკარგვა არ მოხდეს ღამე და დღის შემთხვევაში უბრალოდ დამატენებლის შემდეგ ვისვამთ მზისგან დამცავს. ეს არის მიმდევრობა. ტუჩის ბალმი, თვალის კრემი ისმევა წესით და რიგით შრატების შემდეგ, თვალის გარშემო მაგრამ აუცილებელი არ არის თუ რამე ძალიან განსაკუთრებული თვალის კრემი არ არის. კიდევ აი ახალი პროდუქტის დაწყების წინ მე გამიგია რომ ისვამენ ხოლმე ჯერ ისეთ ადგილებში რაც პრინციპში გამოსაჩენიც არ არის ან ისეთ და იქ უნდა წაისვა სადაც ყველაზე თხელი კანია, იმიტომ რომ სადაც უფრო თხელი კანია ის უბანი უფრო სენსიტიური არის. ანუ ეს რჩევაც გასათვალისწინებელია თუ ადამიანი მაგალითად გადაწყვეტს რომ დაიწყოს რუტინა, რომ ჯერ დატესტოს ეს ნივთიერებები კანის იმ უბნებზე, რომელიც არც ისე მაინც და მაინც არ ჩანს და თან შეატყობს ყველაზე მკაფიოდ თუ რამე რაღაცა ნეგატიური რეაქცია კანს ამაზე. თავი რჩევა რაც მექნებოდა დამწყებთათვის ან ვისაც სურს რუტინაში რაღაც პროდუქტის ჩამატება არის ის რომ ერთდროულად არ დაამატოს ბევრი პროდუქტი. იმიტომ რომ ეგეთ შემთხვევაში თუ კანზე გაღიზიანება მოხდა, წარმოუდგენელია გაიგო რეალურად რამ გამოიწვია ეს გაღიზიანება, ხო? ამიტომაც ჩემი რჩევა ხოლმე რომ კვირაში ერთი პროდუქტი დაამატონ და იმ ერთ პროდუქტს დააკვირდნენ იმ ერთ პროდუქტის მოქმედებას და თუ არ გაუღიზიანდათ კანი, მერე შეუძლიათ თქვათ მეორე და მესამე პროდუქტის დამატება სურვილისამებრ. რაც შენი კითხე მართალია, რომ აუცილებელი რა თქმა უნდა არ არის, მაგრამ ვისაც ჩემნაირი მგრძნობიარე კანი აქვს და არ სურს მთელ სახეზე გამონაყარი, ურჩევნია პატარა ადგილას, თქვათ მე ამ უბანზე ვისვამ ხოლმე, იმიტომ რომ ისედაც ჰორმონალური გამონაყარისკენ ვარ მიდრეკილი და ქვედა მხარეს მაწუხებს ხოლმე გამონაყარი და აქ თუ არ გამიღიზიანდა და არ დამაყარა, ვიცი რომ მთელ სახეზეც შემდეგ უპრობლემოდ მიიღებს ჩემი კანი. ამიტომაც აი ამ უბანზე ვისვამ ხოლმე, ვაკვირდები 24 ხან 48 საათის განმავლობაში გააჩნია ინგრედიენტს და პროდუქტს. თუ ალერგიული რეაქცია მალე ჩანს. ხო, და ზოგიერთი აგიწიწდება ან გამოგაყრის ან აგექავება, მაგრამ თუ ფორების დახშობას იწვევს, ცოტა დიდი პერიოდი ჭირდება. ამიტომაც შეიძლება უფრო დიდი ხანი ვისვა ხოლმე იმის მიხედვით რა პროდუქტია. და მე უკვე ვინაწილებ მთელ სახეზე. ამიტომაც ერთდროულად არ ჩართონ ბევრი პროდუქტი და დააკვირდნენ კანს. აი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც გონია რომ მარტივი გასაკეთებელია, მაგრამ ბევრი არ აკეთებს, არის ის რომ პროდუქტს რომ დაიწყებენ, თუ კანზე პრობლემა გამოჩნდება, უბრალოდ შენი კანი განიშნებს და შენ უბრალოდ ყურადღება უნდა მიაქციო, იმიტომ რომ ბევრჯერ მოუწერიათ, რომ აი ეს დამცავი დავიწყე, რომელსაც 1000 კაცი უწევს რეკომენდაციას და რაც დავიწყე დამაყარა და რა ვქნა. თუ ამ პროდუქტის დაწყების მერე დაგაყარა, ესე იგი შენ ეს პროდუქტი არ გიხდება, კანი ამას განიშნებს. რაღაც ყველაფერს აკეთებს, რომ მიგახვედროს, რომ ეს პროდუქტი არ უხდება, შენ უბრალოდ უნდა მოусმინო და ამოიღო. ხო, მაგრამ ხანდახან ისე ხდება ხოლმე, რომ ხვდები, რომ პრობლემა არის, მაგრამ აი სად არის პრობლემა, მაგის მიგნება რთულდება ხოლმე. ხო. იცი რისი კითხვა მინდა, აი დაუბრუნდე მინდა მზის განდაცვაზე, რომ ახსენე ერთ წლამდე გამოყენება არ შეიძლება. ამის კონკრეტული მიზეზი არის, რომ არასაკმარისი კვლევები არის ამასთან დაკავშირებით თუ უბრალოდ აბსორბცია შეიძლება მოხდეს. აი ესეც მინდა თავშივე განვმარტოთ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს, რომ არსებობს მოსაზრება, რომ ეს ამდენი პროდუქტის დატანა დროთა განმავლობაში შეიძლება კანში იწვევდეს რაღაცა ტიპის ისეთ კარცინოგენულ გადაგვარებას, ან რაღაც ისეთ ტიპის აკუმულაციას, რომელიც
ჩვენი ორგანიზმისთვის საზიანოა ხო არის ჩვენთან განსაკუთრებით აი ამ ბუნებრიობაზე ძალიან დიდი ის არის ხოლმე აქცენტი გაკეთებული, არა მარტო ჩვენთან, კი, რა თქმა უნდა, არა მარტო ჩვენთან, ეს ბუნებრივი და თითქოს რომ თუ არაფერს არ გამოიყენებ, შეიძლება უფრო თვითონ იცის ორგანიზმმა როგორ მიხედოს და ასე შემდეგ, ხო? რეალურად არის თუ აი აქ შეიძლება თუ არა რისკებს ამ პროდუქტების გამოყენება და ეს მზის განდაცვის კომპონენტზეც მაინტერესებს შენი პასუხი. ხო. ერთ წლამდე ასაკში, იმიტომ არ არის რეკომენდებული, როგორც თქვი, კანის ბარიერი არ არის სრულად ჩამოყალიბებული და მე ალბათ ბარიერზეც ვისაუბრებთ, ბარიერს სპეციალური აგებულება აქვს და იმისთვის არის რომ დაგვიცვას პათოგენებისგან, გარეგამხიზიანებელი ფაქტორებისგან, მზისხივებისგან, მაგრამ ამავდროულად რაღაც პროდუქტებისგანაც ხო, იმიტომ რომ ყველაფერი რაც ჩვენს კანზე ხდება, ავტომატურად კარგი ჩვენ ჯანმრთელობისთვის არ არის. და რადგან ერთ წლამდე ასაკის ბავშვის კანი კარგად ჩამოყალიბებული არ არის და უფრო მარტივად აღწევს მასში პათოგენებიც, ინგრედიენტებიც, მზისხივებიც, ზოგადად ერთ წლამდე ბავშვი მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ აქტიურ მზეში ყოფნას. ეს არნიშნავს, რომ გარეთ არ უნდა გავიყვანოთ, უბრალოდ მზეს არ უნდა ეფიცხებოდეს ბავშვი და სხეული უნდა ქონდეს დაცული ტანსაცმლით და უკვე 1 წლიდან როცა თქვათ მიკრობიომი ჩამოყალიბებულია, ბარიერი გაძლიერებულია, ეს ლიპიდური ბარიერი ყველაფერი შეკრულია, მე უკვე შესაძლებელია, იმიტომ რომ კანის აბსორბცია, როგორც თქვი, ნაკლებია პროდუქტების და ამავდროულად სავარაუდოდ არ მგონია, რომ ზუსტად არ ვიცი, ჩემი ვარაუდია უბრალოდ ახლა რასაც ვიტყვი. არ მგონია რომ პატარა ბავშვებზე ტესტავდეს ვინმე მზისგან დამცავს და ეს იყოს ეთიკური. როგორც ორსულებზე არის ტესტება, იმიტომ რომ ნაყოფის რისკი, ხა არავის უნდა ეგ რისკი აიღოს, ისევე მგონია რომ პატარა ბავშვებზეც არის ტესტება, არ ვიცი, მე ადამიანი მიხაუშოს მიიყვანს რომ მოდი მზისგან დამცავი ჩემ შულზე დატესტეთ. ხო, და შესაბამისად და ამიტომაც შეიძლება იყოს რომ ეს რეკომენდაციაც არ იყოს, იმიტომ რომ არ გვაქვს საკმარისი მონაცემები. ნამდვილად არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია და ისიც ვიცით რომ ბავშვის კანი არ არის სრულად ჩამოყალიბებული, შესაბამისად რაც ნაკლებ პროდუქტს წაუსვამთ, მით უკეთეს. კეთილი, მადლობა. იცი რა მინდა კითხო, მაგრამ ეხა იგული არ მithვით, ცოტა მერე მქონდა ჩასმული შეკითხვა, მაგრამ აი ამდენი სხვა პროდუქტი ვახსენებ. პირველ რიგში აი ის გასაგებია, მაგალითად მზისგან დამცავი, რისგან გვიცავს, ხო? ანუ მზესთან პირდაპირ ექსპოზიცია ზრდის კანის კიბოს რისკს, სხვა მდგომარეობების გამწვავების რისკს, მაგრამ აი ეს გაწმენდის და დატენიანების ნაწილი რეალურად მხოლოდ კოსმეტიკურ მიზანს ემსახურება თუ ესეც რეალურად კანის ჯანმრთელობას ემსახურება? ყველაფერი ახლა რაც ვახსენეთ პროდუქტები, ხო, ემსახურება კანის ბარიერის შენარჩუნებას. დასაბანი აუცილებელია იმისთვის, რომ კანის ზედაპირიდან მოგვაშოროს ზედმეტი ცხიმი და ჭუჭყი, იმიტომ რომ ბარიერი არ დაზიანდეს დროთა განმავლობაში. თუმცა აგრეთვე არსებობს ისეთი დასაბანები, რამაც შეიძლება დააზიანოს კანის ბარიერი. ანუ აქ უკვე სწორად უნდა შევარჩიოთ პროდუქტები. რაც შეეხება დამატენიანებელს, მის ძირითადი ფუნქცია არის კანში ტენის ჩაკეტვა, ანუ წყლის შეკავება და არაორთქლება და სწორედ ამის ხარჯზე არის ბარიერის თლიანობის შენარჩუნება, რაც თავისთავად გვეხმარება იმაში, რომ კანი იყოს, ასე ვთქვათ, ჯანსაღად მოვლილი. აქვე მინდა კითხო, დღესდღეობით აი ძალიან ბევრი პროდუქტის ეტიკეტზე ხედავ გადაფარვას იმ ინგრედიენტების, რაც თქვენ ცალ-ცალკე ჩამოთვალეთ ამ კანის მოვლის საშუალებებს. ან ერთ პროდუქტში შეიძლება იყოს დატენიანება, ძის განდაცვაც, ის ყველა აი აქ ნავიგაცია როგორ, ანუ ეს ალბათ ისე ძართულ კითხვას ვსვამ, მე ალბათ არ ვიცი, მე ეგრე მგონია ეს შემთხვევაში, რომ თუ კითხვას ვსვამ, ადამიანი, რომელიც მოიხმარს დამატენიანებელს, ცალკე დამატენიანებლად აქვს რაღაც ნაყიდი, ძის განდამცავი აქვს ნაყიდი, იმასაც დამატენიანებელია აწერია, კიდე რაღაცა აქვს ნაყიდი, იმას დამატენიანებელიც აწერია, ანტიოქსიდანტიც აწერია, ყველაფერი ერთად აწერია და მე დავიბნეოდი რა მაგალითად, რომ აი როგორ დამეხარისხებინა ჩემი პროდუქტები ისე, რომ არ გადამემლაშებინა რაღაცა ინგრედიენტის. დილით მაგალითად, დილის რუტინაში აუცილებელი პროდუქტი, მოდი ვთქვათ, რომ არის მზისგან დამცავი. სხვა პროდუქტები, მაგალითად, ჰიგიენა დილით ყველასთვის არ არის. ვისაც აქვს განსაკუთრებით მშრალი მგრძნობიარე კანი, მათ შეუძლიათ რომ გამოტოვონ კანის, ასე ვთქვათ, გაწმენდის საფეხური. ცხიმიანი კანის შემთხვევაში ბუნებრივია კომფორტულია, რომ ზედმეტი ცხიმი ჩამოვიბანოთ, იქნება ეს წყალი თუ სპეციალური გელი, მაგრამ ანუ აქაც არჩევითი არის. გამოვიყენებთ თუ არა. რაც შეეხება დამატენიანებელს, ესეც არჩევითია დილით. მაგალითად, მე თუ მაქვს მშრალი კანი, შემიძლია
ჯერ დავიტენიანო, შემდეგ მზისგანდამცავი გამოვიყენო, იმიტომ რომ მზისგანდამცავი არის კანის მოვლაში ბოლო საფეხური. თუ ჯერ მზისგანდამცავი გამოვიყენე და შემდეგ დამატენიანებელი, ამით მზისგანდამცავი კრემის მთლიანობას დავარღვევ და შეიძლება ისე არ დამიცვას, როგორც უნდა დაეცვა. აქედან გამომდინარე, დატენიანება, რადგან არის, ასე ვთქვათ, არჩევითი, ჩვენ შეგვიძლია რომ პირდაპირ დილით გამოვიყენოთ, თუნდაც პირდაპირ მზისგანდამცავი, რასაც აგრეთვე აქვს დამატენიანებელი მოქმედება. დღესდღეობით იმდენად არის გამიჯნული ეს პროდუქტები ერთმანეთისგან, რომ ანუ გვეუბნებიან, რომ აუცილებელია ცალკე ტონერის გამოყენება, ცალკე შრატის გამოყენება და ასე შემდეგ. ანუ ეს არის არჩევითი საფეხური. მე თუ მსურს რაღაც კონკრეტული პრობლემის მოგვარება, კი შემიძლია ჩართო ეს პროდუქტები, მაგრამ აუცილებლად არ ითვლება. და აი აქ უკვე ტრენდებთან ცოტა ვიკვეთებით და ცოტა ჩავხედოთ, ჩავხმავდეთ პროდუქტის გამოყენება წეს. რადგანაც თავიდანვე დავიწყეთ იმით, რომ 3 აუცილებელი საფეხური არსებობს, იმ 3 საფეხურის ირგვლივ უნდა ვიტრიალოთ და დანარჩენი არის, ასე ვთქვათ, არჩევითი. ან ჩვენ გვინდა გამოვიყენებთ ნაოჩსაწინააღმდეგოს, გვინდა არა, ანუ ესეც არჩევითია, გვინდა დავიხმართ ლაქების საწინააღმდეგო მოვლას, გვინდა არა. რაც შეეხება სხვადასხვა დაავადებების საწინააღმდეგო მკურნალობას, აქ უკვე ბუნებრივია, არჩევითი აღარ არის, აუცილებელი ხდება, რომ რაღაცას ვებრძოლოთ. ხო, აქ ჩვენ შეგნებულად არ საუბრობთ რაღაცა კონკრეტულ დიაგნოზებზე, თუ სიტყვა არ მოიტანს, რომელზეც ვიცით, რომ მოიწველა და ამწვავებს, ასე ვთქვათ, კარიერის დარღვევა მაგალითად რაღაც კონკრეტულ დაავადებას და ასე შემდეგ. ეხლა შეიძლება მაგასთან მიმართებაში მეც ვიყავი ადამიანი, რომელიც აფთიაქში შედიოდა, საშინელად იბნეოდა, სანამ გავერკვევდი კანის მოვლაში, ამიტომ გავერკვიე, რომ ძალიან მიჭირდა არჩევნის გაკეთება და რთული იყო ნავიგაცია და დღეს საერთოდ ალბათ 10 ჯერ უფრო მეტი პროდუქტი არის ბაზარზე, ვიდრე ადრე იყო. და მე რაც დამეხმარა და რეალურად რაც მეხმარება დღემდე, რომ ლოგიკურად ავაწყო ჩემი რუტინა, თქვა ჩემ გარშემო მყოფებს ურჩიო, რა გამოიყენონ, არის ეს. პირველ რიგში უნდა დავაკვირდეთ ჩვენს კანს და მის საჭიროებებს. შემდეგ უნდა ვიცოდეთ, რომელი ინგრედიენტი ჭირდება, რომ ესა თუ ის პრობლემა თუ რაღაც მოვაგვაროთ და მე ამ ინგრედიენტის შემცველი პროდუქტი უნდა ავარჩიოთ. ეს ინგრედიენტი ტონერში იქნება, შრატში იქნება თუ დამატენიანებელში, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ან ჩვენი კანისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის ინგრედიენტები მივაწოდოთ, რაც მას ჭირდება, ვიდრე შეფუთვას შევხედოთ და იქ რო აწერია, რომ აი ეს ანტი-ეიჯია, ავტომატურად ჩავთვალოთ, რომ ჩვენთვის კარგია. ამიტომაც ხო პროდუქტებს კი არ უნდა შევხედოთ და ისე კი არ უნდა ავარჩიოთ, რა გვჭირდება, ჯერ უნდა განსაზღვროთ, რა ჭირდება ჩვენს კანს და რომელი ინგრედიენტი მოერგება ყველაზე მეტად მის საჭიროებას და ამის მიხედვით ავარჩიოთ და დამიჯერეთ ეს ფიქრი ისე ფილტრავს პროდუქტებს, რომ აი 100 პროდუქტიდან შეიძლება 2-3 დაგრჩეთ და იქიდან უფრო მარტივია მე არჩევნის გაკეთება. ჩვენ ვინაიდან უფრო მეტად ჯანმრთელობაზე ვკონცენტრირდებით, არ გვიხსენებია დეკორატიული კოსმეტიკა ჯერჯერობით, მაგრამ იყენებს და ძალიან ბევრი ადამიანი შესაბამისად ვერ გამოვა იმის გარეშე, რომ არ ვახსენოთ ამ კანის მოვლის საბაზისო რუტინის და დეკორატიული კოსმეტიკის ურთიერთობა, ხო? ჩვენ ვახსენეთ ეს მიმდევრობა, აი რომ დილის რუტინა, ღამის რუტინა როგორი უნდა იყოს, ხო? ავიღოთ 3 სცენარი, როდესაც ერთი უკვე გავიარდი, როდესაც დეკორატიულ კოსმეტიკას არ ხმარობ, მეორე როდესაც მსუბუქ დეკორატიულ კოსმეტიკას ხმარობ, ანუ რაღაც ჩვეულებრივი დღე და მესამე როდესაც სიტყვაზე წვეულებაზე მიდიხარ, პოდკასტში მოდიხარ. ამ შემთხვევაში სად ჯდება ეს დეკორატიული კოსმეტიკა, ან ესეც მაინტერესებს და პლუს ამ რუტინაში რას ვცვლით, დამატებითი რა პროდუქტები ან საშუალებები შემოგვაქვს, ან რა ქცევა შემოგვაქვს, თუ დეკორატიულ კოსმეტიკასაც ვიყენებთ. კი ბატონო. მარიამა როგორც ახსენა, დილის რუტინის ბოლო ეტაპი არის მზის განდამცავი და მზის განდამცავის წასმიდან უკვე მოდის დეკორატიული კოსმეტიკა. სასურველია რომ ვაცადოთ უბრალოდ მზის განდამცავს შეწოვა, რომ არ აიზილოს ტონალურში და ისევ დაფარვა კონდეს სრული და არ გქონდეს ადგილები, სადაც მზე მარტივად შეაღწევს და მე დეკორატიული კოსმეტიკის მიმდევრობა კიდე, რა ვიცი, თავისი ისე არის. ცალკე ამბავია, მაგრამ ისმევა დილის, თქვათ, როცა ვისვამთ, შუა დღეს ვისვამთ, თუ არ აქვს მნიშვნელობა, მზის განდამცავის შემდეგ. ხო, ჩანდეს. ხო, რაც შეეხება ჩამაბანას საღამოს რუტინაში, როგორც მარიამ ახსენა, დაბანა არის პირველი ეტაპი, მაგრამ სამწუხაროდ დასაბანების უმრავლესობა, რომელიც წყალზეა დაფუძნებული, კარგად ვერ შლის მაკიაჟს. შესაბამისად, ამ დროს შემოდის ზეთოვანი დასაბანი, რომელიც შეიძლება იყოს მიცელარული, ზეთოვანი ან სპეციალური ბალმი, რომელიც ძალიან კარგად შლის აი ამ დეკორატიულ კოსმეტიკას.
დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში შეიძლება მეტიც გაჩნია, რამდენად ისეთი სრული მაკიაჟი გვისვია, რამდენად სუყია ტონალური და ეს ინგრედიენტები. უნდა ვიმასაჟოთ, კარგად დავშალოთ მაკიაჟი, ჩამოვიბანოთ შემდეგ წყლით, მაგრამ რადგან სრულად კანი მაინც არ იბანება, მერე უნდა გამოვიყენოთ ის დასაბანი, რასაც ვიყენებდით დეკორატიული კოსმეტიკის გარეშე. ანუ რეალურად ემატება ერთი პროდუქტი, რომელიც არის ზეთოვანი. ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს, ან აკნესკენ მიდრეკილი, შეუძლია გამოიყენოს მიცელარული, რომელსაც ასევე ჭირდება მერე ჩვეულებრივად ჩამობანა, მაგრამ ნაკლებად დამხშობია ფორების, იმიტომ რომ ისეთ მიცელები ისეთი აგებულების არის, რომ კარგად იბამს ცხიმსას და წყალსაც და შესაბამისად მარტივად ჩამოიბანება, ვისაც არ აქვს კანზე პრობლემა, იმას შეუძლია გამოიყენოს ბალმი, ვთქვათ, მშრალი კანისთვის ბალმია კარგი, იმიტომ რომ თანატენიანებს კანს და ზედმეტად არ აშრავს და კომბინირებული ნორმალური კანისთვის ძალიან კარგია ზეთოვანი დასაბანები. ანუ ამას ეძახიან ორმაგ დაბანას, ხო? ორმაგი წმენდა კი. წმენდას უბრალოდ. მაგრამ მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ, ბევრს ეშლება ხოლმე ზეთოვან დასაბანს, რომ ვამბობ, ყიდულობენ ხოლმე მშრალი კანის ზეთოვან დასაბანს. არსებობს ზეთოვანები ზეთის ბაზაზე, რომელიც მაკიაჟის დამშლელია და არსებობს ზეთოვანები წყლის ბაზაზე, რომელიც მშრალი კანის ზეთოვანი დასაბანია, იმიტომ რომ უფრო რბილი და ნაზია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ორმაგი წმენდის დროს ჩავრთოთ სპეციალური ზეთოვანი დასაბანი, რომელიც მაკიაჟის დასაშლელად არის. კეთილი. მარიამ, აქ ხო დიდი მნიშვნელობა კიდე როგორ ვიტანთ და როგორ ვიშორებთ ამ პროდუქტებს, ხო? აი ეგ რა რეკომენდაციები შეიძლება იყოს, აი ყველა დონეზე რაც ჩამოთვალეთ, ხო? აი ჰიგიენა, დატენიანება, მზისგან დაცვა, ხო? დატანა და შემდეგ მოშორება, იმიტომ რომ თვითონ მოშორების პროცესშიც მე გამიგია რომ რაღაც ოდნა უხეში თუ შეიძლება იყოს ეს მოსაშორებელი საშუალება, რასაც ვიყენებთ, ამას შეიძლება თავისთავად გააღიზიანოს კანი ან დაარღვიოს ბარიერი, ხო? ანუ როგორ დატანის და მოშორების ყველაზე სწორი მეთოდები როგორია? ხო, აი მარიამა სწორად თქვა, რომ უნდა ვაცადოთ შეშრობა. მზისგან დამცავი არის ყველაზე კომპლექსური დასატანი იმ კუთხით, რომ უნდა ვიცოდეთ რაოდენობა დაახლოებით რამდენს ვიყენებთ სახეზე. ნუ თუ სახეს ვიცავთ მხოლოდ და სასურველი ორ სახესთან ერთად, ყელი და დეკოლტეც მივაყონ ყოლოდ, თუ მოშიშვლებული გვაქვს ეს არე და ყურები არ უნდა დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად კანის კიბო აი აქ ჩდება ზუსტად ყურზე. ამიტომ მზისგან დამცავის რაოდენობა, ეხლა მილიგრამებით არ ვიტყვი, იმიტომ რომ ეხლა კოვზებით ხო არავინ არ ვისხავთ მზისგან დამცავებს. ვერნაირი წესი არსებობს, თუ დამწყები ხართ, შეგიძლიათ რომ უბრალოდ ორჯერ გადაიტაროთ მზისგან დამცავი, რადგან რაოდენობას ამით დაახლოებით გავთვლით, ანუ თუ დამატენიანებელ კრემს ერთხელ გადავისვამთ, მზისგან დამცავი ორჯერ გადაისვით, ანუ ესე დაახლოებით მოვზომავთ. კიდევ არის, ანუ 2 თვისზე სიგრძივად რამდენიც დაგვეტევა ამის გამოყენება მთელ სახეზე და მესამე თვისზე სიგრძივად რამდენიც დაგვეტევა კრემი მზისგან დამცავი ის ყელზე და ყურებზე. ესეც აკეთებენ, ასე ვთქვათ, გაზომვას, მაგრამ უმჯობესია რომ თქვენთვის მორგებული გამოყენების ასე ვთქვათ ფორმა აირჩიოთ. თუ გნებავთ ორჯერ წაისვით, თუ გნებავთ ის 2-3 თითის წესი გამოიყენეთ. აგრეთვე არ უნდა დაგვავიწყდეს თვალები. და აგრეთვე განაწილების დროს მნიშვნელოვანი არის ის, რომ მზისგან დამცავი ჩქარა არ წავისვათ. ნელ-ნელა სახე დავყოთ სექციებად, ჯერ ერთ ნახევარზე გავინაწილოთ, მერე მეორე ნახევარზე შუბლით ცხვირი და ნელ-ნელა გავინაწილოთ, რომ კარგად მოხდეს, ასე ვთქვათ, მზისგან დამცავის დატანა კანზე. და არ მოხდეს შემდეგ აქერცვლა სხვა პროდუქტით, ან ჩვენ თვითონ დატანვის პროცესში არ მოვიშოროთ ხელით ეს მზისგან დამცავი, რასაც გონია, რომ კარგად ვინაწილებთ. რამოდენიმე წუთი ვაცადოთ შეშრობა, თუ მაკიაჟს ვიყენებთ, 10 წუთი არის სავსებით საკმარისი, შემდეგ დავიტანოთ მაკიაჟი, თუ რა თქმა უნდა ამას ვიყენებთ. რაც შეეხება მოშორებას, აი როგორც მარიამა თქვა, თუ ვიყენებთ მაგალითად მოსაშორებელ ზეთოვანს ან ბალმს, შეგვიძლია ამის შემდეგ, ანუ პირდაპირ მოვიშოროთ ეს მზისგან დამცავი, თუმცა აუცილებელია მეორე საფეხურით დაბანვა, როგორც აღნიშნე, დასაბანი პროდუქტით და მე თვითონ გულისხმობ, აი როგორ რითი ვიშორებთ რა, ანუ ამას თვითონ პროდუქტი კი არა, აი მექანიკურად როგორ ვიშორებთ, აი ეს მაინტერესებს. ხელზე დავიტანთ ამ პროდუქტს, ხელით პირდაპირ და ნაზი წრიული მოძრაობებით შევიზელთ. თუ ეს არის დასაბანი გელი, მოსაშორებელი ზეთი ან ასე შემდეგ. თუ ეს არის მიცელარული წყალი,
ბამბის დისკით და ბამბის დისკზე ხდება პროდუქტის განაწილება, ანუ გადმოსხმა და შემდეგ ბამბის დისკით მოშორება. ანუ ეს არის უშუალოდ მოშორების პროცესი. შემდეგ დატენიანება ხდება უშუალოდ, ასე ვთქვათ, აქაც ხელზე უნდა გადმოვისხათ პროდუქტი, მაგრამ ერთს დავამატებ, რომ შრატებს ძალიან ხშირად მხდება ვიდეოები, შენ შეგხვდება, როცა შრატს პირდაპირ, ასე ვთქვათ, პიპეტით ინაწილებენ სახეზე და იდებენ კანზე. აი ესე პირდაპირ ისხამენ, რაც დიდი ალბათობით შეიძლება ბაქტერიები გამრავლდეს იმ პროდუქტში, ანუ უკან რომ ჩავაბრუნოთ ეს საწვეთური, არის რისკი რომ ზუსტად დაბინძურდეს. შესაბამისად, უმჯობესია რომ ნებისმიერი ესეთი საწვეთურიანი პროდუქტი ჯერ ხელზე გადმოვისხათ, ესე გავინაწილოთ და შემდეგ სახეზე დავიტანოთ. რაც შეეხება კრემებს, კრემები, რომლებიც რაღაც ღია შეფუთვა აქვს, ეს სპეციალურად ისე არის ფორმულირებული, რომ თითით რომ ამოვიღოთ, არ დაბინძურდება, ანუ ეს უნდა გამოიყენოთ, სხვანაირად ვერ გამოვიყენებთ. მეტი კონსერვატია ხოლმე, ან წყალია ცოტა ბაქტერია არ გამრავლდება. ზუსტად. და კრემი შესაბამისად ეს უნდა გავინაწილოთ. აქვე რაოდენობაზე გავამახვილებ ყურადღებას, ზოგს მოდის ბევრი პროდუქტის გამოყენება, ანუ ბევრს იყენებენ ხოლმე და ძალიან ხშირად ამბობენ რომ დააღნიშნავენ რომ არ იწოვს კანი რაღაც პროდუქტს, ან ეკერცლებათ რაიმე პროდუქტი. ზოგადად აკერცვლის ბევრი მიზეზია, შეიძლება უბრალოდ ფორმულები არ ეწყობოდეს ერთმანეთს, რადგან ერთი არის ცხიმში ხსნადი, მეორე არის წყალში ხსნადი და ჯერ როცა ცხიმში ხსნადს იტანენ და შემდეგ წყალში ხსნად პროდუქტს, ბუნებრივია იკერცლება, ხო? ამიტომ აქ თანმიმდევრობა უნდა შევცვალოთ. რაც შეეხება კიდევ აკერცვალს, რაოდენობა პროდუქტის არის მნიშვნელოვანი, ანუ არც ზედმეტი უნდა გამოვიყენოთ და არც ნაკლები, დაახლოებით დასაბანი ალბათ ესეთი მონეტის ზომა ალბათ ეხლა აღარ არის დიდად ხურდები აღარ ვიყენებთ, მაგრამ 20 თეთრიანი, 1 ლარიანი მონეტის ზომა დასაბანი გელი არის ავსებით საკმარისი მთელ სახეზე რომ ჩამოვიბანოთ. რაც შეეხება დამატენიანებელს, აი თითის ბალიშზე რამდენიც დაგვეტევა, ეს არის ავსებით საკმარისი. შრატი და ტონერის შემთხვევაში შეგვიძლია წავიკითხოთ უბრალოდ პროდუქტს რა აწერია, ანუ რას გვეუბნება ბრენდი. ზოგი გვეუბნება 1-2 წვეთი დაიტანეთ, ზოგი 2-3 წვეთი და ეს გვიმარტივებს, ასე ვთქვათ, პროდუქტის რაოდენობის განსაზღვრას. კეთილი, აი რადგან მე ის ჩამრჩა პიპეტით ის დაწვეთება რო ახსენე ჰიგიენის კონტექსტში, ხო? აი კიდე რა არის მანდ გასათვალისწინებელი, ხო? აი ძალიან გარდა ამ პროდუქტებისა ძალიან ბევრ რაღაცას ხმარობთ, ხო? ადამიანები პირსახოცი, თეთრეული ბალიში, ფუნჯი, ხო? წასასმელი, ასე შემდეგ. ანუ აი ის როგორ ხდება, რა ქვია, განახლება როგორი პერიოდულობით არის საჭირო. ზოგადად სასურველია, რომ სხეულის ყველა უბნისთვის ქონდეს სხვადასხვა პირსახოცი. მაგრამ რადგანაც შეიძლება ეს არ იყოს მოხერხებული ბევრისთვის, ბევრს ურჩა რომ უბრალოდ ჩვეულებრივ ერთჯერადი ხელსახოცი გამოიყენოს სახის გასამშრალებლად და ამით ასე ვთქვათ დაზოგოს თუნდაც პირსახოცის გამოყენების სიხშირე. მაგრამ აგრეთვე მშრალი კანის მქონე ადამიანებს შეუძლიათ რომ საერთოდ არ გაიმშრალონ სახე პირსახოცით ან ხელსახოცის საშუალებით და პირდაპირ ნოტიო კანზევე დაიტანონ დამატენიანებელი პროდუქტები. ესეც შეგვიძლია რომ და ერთმანეთის პროდუქტების ის გაზიარებაც ესე ადვილად არ ფუნჯებს და იმ ფუნჯები არავითარ შემთხვევაში ტუში განსაკუთრებით იზრდება თვალის ინფექციების გამრავლების რისკი. ფუნჯები თავისთავად არც ერთმანეთს უნდა გაუზიაროთ, არც ახლობელს არც უცხოს და ზოგადად სასურველია რომ რამოდენიმე გამოყენების შემდეგ გავრეცხოთ. ალბათ კვირაში ორჯერ რომ გავრეცხოთ იქნება ყველაზე იდეალური, მით უმეტეს თუ იმ ფუნჯით ვინაწილებთ ტონალურს და სხვა ასე ვთქვათ დეკორატიულ კოსმეტიკას. კეთილი, მადლობა. მარიამ, იცი რა მაინტერესებს? ხანდახან ისე ხდება ხოლმე რომ ადამიანი კონკრეტულ რუტინას დანერგავს, მისი კანი ძალიან კარგად იტანს, არაფერი არ შეუცვლია საერთოდ, მაგრამ უცებ კანი აკერცვლას იწყებს, ან რაღაცას იწილლე გამოდის, ან ლაქა გამოდის, ან ასე შემდეგ. ანუ არსებობს თუ არა მდგომარეობები, ბუნებრივ მდგომარეობებსაც გულისხმობ, ან რაღაცა ორსულობა მაგალითად კანის ბუნებრივი დაბერება, ან კონტრაცეპტივების გამოყენება, აი ისეთი მდგომარეობები, როდესაც ჩვენ უნდა ველოდოთ ჩვენი კანის ტიპის შეცვლას და ჩვენი კანის ასე ვთქვათ რეაქციები არ დავაბრალოთ მაინც და მაინც პროდუქტს, არამედ ვიფიქროთ უკვე სხვა მოვლენაზე. ძალიან კარგი კითხვა და
ძალიან ხშირად მესმის ხოლმე, რომ აი ჩემი სახე შეეჩვი ამ პროდუქტს ან შედეგი აღარ აქვს 6 თვიანი გამოყენების შემდეგ და რეალურად ეგრე არ არის. არსებობს ეგეთი და რამე, ხო? მცდარია ის მოლოდინი, რომ ჩვენი კანი იყოს მუდმივად ერთნაირი. ჩვენი კანი ყოველდღიურად, ყოველწამიერად იცვლება, უბრალოდ მაგას ჩვენ თვალით ვერ ვხედავთ. შეიძლება მე ამ წამს ეს ტონალური რომ ისვია, ამან შეიძლება ჩემს მიკრობიომში რაღაც ცვლილებები გამოიწვიოს ისე, რომ მე თვალით ვერ დავინახო. შესაბამისად, არ უნდა გქონდეს ის მოლოდინი, რომ ვთქვათ, ბავშვობაში ან თინეიჯერობაში რა კანიც ვქონდა, ის კანი გვექნება დღეს. ეგ კი არა, წინა თვეში რო კანი ვქონდა, შეიძლება დღეს იგივე კანი არ გქონდეს. უბრალოდ რეალურად კანი არ იცვლება, კანი არის, უბრალოდ იცვლება ცხიმიანობა, რომელიც გამოიყოფა კანზე, ტენიანობა, რასაც ასევე ბევრი ფაქტორი ცვლის და ამავდროულად იცვლება მიკრობიომი. ამ სამზე შესაძლებელია ხშირად აქვს გავლენა ჰორმონებს პირველ რიგში და ჰორმონებზე გავლენა შეიძლება ქონდეს კონტრაცეპტივებს, წამალს, რასაც ვსვამთ, ან სტრესს, უძილობას, ძალიან ბევრი ფაქტორია. ხო, რაც ჰორმონების ცვლილებას იწვევს და მე ჰორმონების ცვლილება იწვევს კანზე მდგომარეობის ცვლილებას. ასევე გარემო პირობები, ხო, მზეზე, მზის გამოსხივება, დიდი ცვლილება მოაქვს კანზე, კლიმატი, ხო, ნესტში ვარ თუ სიმშრალეში, როგორ ვუვლით კანს, ამ ქერცლავმჟავებს ბევრს ხო არ ვიყენებთ მაგალითად ან თითქმის ყველაფერი მოკლედ, რაც ჩვენ გარშემოა რეალურად ცვლის ჩვენი კანის მდგომარეობას გარედან ან შიგნიდან. კეთილი, და ისიც შეიძლება ითქვას, რომ მარტო ესეთი რაღაცა, ანუ ერთი უძინარი ღამეც კი ეტყობა ადამიანს ხანდახან კანზე, ხო? ჩემნაირი ადამიანი თვა სამწუხაროდ კი. მე მყავს მეგობრები, რომლებმაც რაც არ უნდა გააკეთონ, კანზე პრობლემები არ აქვთ და გულწრფელად მშურს მათი, იმიტომ რომ მე მაქვს ძალიან მგრძნობიარე და ამავდროულად რეაქტიული სახის კანი, შესაბამისად ნებისმიერ ცვლილებაზე, ნებისმიერ გადაბმულად სუდყვებაზე ან უძილობაზე ან სტრესზე რეაგირებს და შესაბამისად მანიშნებს რომ რაღაც კუთხით კარგიც არის რომ თითქოს რეალ ჩვენი სხეული ყოველთვის გვანიშნებს რაღაც პრობლემაა და კანის შემთხვევაში რეალურად ძალიან მადლიერი ვარ რაღაც კუთხით რომ მეუბნება რომ ის სადღაც პრობლემაა მიაქცია ყურადღება. კეთილი. აქვე აი რაღაც მცირე ისეთი კითხვა მაქვს. თბილისში თუ ვარ და ბათუმში თუ წავედი ორი კვირა, რამე უნდა შევცვალო აი ამ კანის მოგზაურობით? აი, წეღან ჩამონათვალში გამომჩა, წყალიც ძალიან დიდი მნიშვნელობის არის სახის კანზე, იმიტომ რომ ზოგან ძალიან ხისტია, ზოგან რბილია, შემადგენლობა წყლის ყველგან განსხვავდება, შესაბამისად ზოგი შეიძლება ბარიერს მეტად აზიანებდეს, ზოგი პირიქით შეიძლება უხდებოდეს. გარემო, ნესტიანი გარემოს. გარემოც, რა თქმა უნდა, ნესტში მე მაგალითად ცხიმიანობა მიმძაფრდება, შესაბამისად ბათუმში წასვლის დროს მიმაქვს ხოლმე უფრო მეტად ცხიმიანი კანის პროდუქტები, ზოგადად მაქვს კომბინირებული კანი, ტეზონა უფრო ცხიმიანი მაქვს, ლოყები მშრალი. მაგრამ ესეთ ჰავაში როცა მივდივარ, უფრო მიმოქვს ხოლმე ცხიმიანი კანის პროდუქტები, რომ კარგად გავწმინდო სახის კანი, ანუ ზედმეტი ცხიმით ჩამოვიბანო, რომ არ მოხდეს ფორების დახშობა და არ გამიჩნდეს გამონაყარი. თუ ზაფხულში მივდივარ, ესეთ დროს კიდევ უფრო მეტ რამეს ვითვალისწინებ, იმიტომ რომ ცხიმიანობა კანზე პლუს მზის სხივები და პლუს აი ხშირად ხო, ოფლიანობა პლუს ხშირად აუზში ან ზღვაში ჩასვლა იმხელა გავლენას ახდენს სახის კანზე, რომ ცოტა განსხვავებული მოვლა მაქვს ხოლმე ზღვაზე წასვლისას. კეთილი, აქვე იცი რას მინდა რომ კიდე ერთხელ ხაზი გავუსვათ, აი პროდუქტების მიჩვევა რო ახსნე. ესეთი რაღაც არ არსებობს, ხო, რომ აი რაღაცა თითქოს რეცეპტორები გვაქვს და ეხა თუ ბევრ პროდუქტს დავიტანთ, ეს რეცეპტორები მიეჩვევა, მე მეტი დაჭირდება და ასე შემდეგ. ესეთი რამე არ არსებობს, მინდა რომ კაფიოდ გავუსვათ ხაზი ამ ამბავს. ეს არის მითი, ჩვენი კანი არ ფიქრობს, რომ ეხლა ეს რაღაცა ის არის მომბეზრდა, მოდი ეხლა ახალი პროდუქტი მჭირდება, უბრალოდ თუ კანს რაღაც საჭიროება აქვს, მაგალითად ავიღოთ, რომ ბარიერია დაზიანებული და ვიყიდეთ ბარიერის აღმდგენი პროდუქტი, რომელიც ვისვით მაგალითად 3 თვე და ამ 3 თვეში ამ პროდუქტმა აღმიდგინა ბარიერი. რა პროგრესიც მე ამ 3 თვეში დავინახე, იგივე პროგრესს არ შეიძლება ველოდე 3 თვის შემდეგ, იმიტომ რომ ბარიერი უკვე აღდგენილია. შესაბამისად, ჩემი კანი იმაზე მეტად ვერ გაუმჯობესდება, რაც შეიძლებოდა რომ ჯანმრთელ პირობებში ქონოდა. ამიტომაც ხშირად ეგრე ხდება ხოლმე, რომ დასაწყისში უფრო დიდი ეფექტი აქვს, იმიტომ რომ უფრო, ესე ვთქვათ, ცუდი სტარტიდან ვიწყებთ, ანუ კანის მდგომარეობა უარესია, მაგრამ როცა უმჯობესდება, მე აი მისავით არის, პროგრესიასავით არის, რომ ან თავიდან უფრო მეტად ჩას და მე ნელ-ნელა მცირდება. ხო,
რეალურად ეფექტს უფრო ნაკლებად ხედავთ. ის იგივე საკეთებს, იგივე საქმეს საკეთებს. უბრალოდ შეიძლება რაღაც მომენტში ჩემს ბარიერს მაგალითად აღარ ჭირდებოდეს აღდგენა, იმიტომ რომ აღდგენილია და უბრალოდ ამ პროდუქტის წასვლისას ვიგრძნობთ, რომ გვიტენიანებს. სხვა შედეგს ვერ დავინახავთ. იგივე მაგალითად თუ ვიყენებთ რეტინოლს საწინააღმდეგოს, იმას თავისი ეფექტის მაქსიმუმი აქვს. იმ მაქსიმუმს რომ მიაღწევს, მერე მოხდება შედეგის შენარჩუნება. შესაბამისად, შეიძლება გვეგონოს რომ საქმეს აღარ აკეთებს, უბრალოდ ჩვენი კანის მაქსიმუმს მიაღწია იმ პროდუქტის მოქმედება. კეთილი, მადლობა. ეხლა ვგრძნობ, რომ ჩვენი მსმენელის გონებაში ერთი თარო არის ცარიელი, რომელიც ითხოვს შევსებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ უახსენეთ სიტყვა კანის ბარიერი. მოდი განმარტოთ პირველ რიგში, მარიამ, რას გულისხმობს ეს კანის ბარიერი, ანუ რისგან შედგება და რატო ურთხილდებით ასე ძალიან ამ ბარიერს? ხო, რეალურად ბარიერი სულ იყო და სულ არსებობდა, უბრალოდ რაღაც ბოლო წლებია ამაზე უფრო მეტად აქცენტი კეთდება და სოციალურ სივრცეებშიც ახლა მე და მარიამი სულ ვაწყდებით, რომ ანუ ყველა იძახის, რომ კანის ბარიერი დაუზიანდათ და რეალურად რა იგულისხმება ამაში, ბევრმა არც იცის და ყველაფერს აბრალებენ კანის ბარიერის დაზიანებას. ვიცით, რომ კანი შედგება სამი ძირითადი სტრუქტურული ერთეულისგან, ანუ სამი ძირითადი შრისგან, იქ კიდევ ქვეშრეებია ბუნებრივად, მაგრამ დეტალებში აღარ ჩავალ და კანის ასე ვთქვათ, ყველაზე ზედაპირული შრე ეს არის რქოვანა შრე, ანუ ეხლა რასაც უყურებთ ეს არის რქოვანა შრე, რომელიც შედგება კანის მკვდარი უჯრედებისგან, კორნეოციტები ქვია და ამას კიდევ პლუს ასე ვთქვათ, შემაწებებელი საშენი მასალა, ლიპიდური ელემენტები, სადაც შედის ასე ვთქვათ, უფრო ცხიმოვანი ინგრედიენტები, ლიპიდები, ზუსტად ნუ კერამიდებს ვეძახი მე, მაგრამ იგივეა. კერამიდებს ვეძახნათ, ცერამიდები ორივე ხდება ხო. კერამიდები, ცხიმოვანი მჟავები, ქოლესტეროლი, ანუ ესენი შედის და სტრუქტურულად რომ წარმოვიდგინოთ, ეს რქოვანა შრე არის, წარმოვიდგინოთ ერთი დიდი აგურის კეტელი. სადაც ესეთი პატარა აგურის ფილები არის ეს კორნეოციტები, ანუ მკვდარი უჯრედები, კერატინით დატენილი და ცემენტი არის ეს ლიპიდური შემაწებებელი ელემენტები, რაც ჩამოვთვალეთ. შესაბამისად, რა უნდა გავაკეთოთ, რომ მის ამ კედლის მთლიანობა იყოს შენარჩუნებული. ჯერ უნდა ვიცოდეთ, რა აზიანებს მას. აზიანებს გარემო ფაქტორები ძალიან ხშირად, ანუ გარემო ფაქტორებით დავიწყე და მერე შინაგან ფაქტორებზეც გადავალ. გარემო ფაქტორები არის უმეტესად ულტრაისფერი გამოსხივება, ტენიანობის ცვლილება, ტემპერატურული ცვლილება, ძალიან ხშირად, ეხლა საქართველოში პირდაპირ გადავდივარ ზაფხული, ზამთარი, ზაფხული და იქ გარდამავალ პერიოდებში იდეაში შემოდგომაზე და გაზაფხულზე უფრო მეტად იმატებს კანის ასე ვთქვათ მგრძნობელობა და ბარიერის დაზიანებით გამოწვეული პრობლემები, რაც უბრალოდ სეზონური ცვლილებების გამო ვითარდება. აგრეთვე ბუნებრივია გარემო ფაქტორებში ტენიანობაც ვახსენე, ულტრაისფერი გამოსხივება უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და ამიტომაც არის მთავარი რეკომენდაცია მზის გადამცავის გამოყენება, ხოლო შინაგან ფაქტორებში ძირითადად ეს არის ჰორმონული ცვლილებებით გამოწვეული მაგალითად პრობლემები, ძალიან ხშირია შაქრიანი დიაბეტი, აგრეთვე ორსულობის დროსაც ბუნებრივია ჰორმონული ცვლილებები არის, ასე ვთქვათ, განვითარებული, უძილობა, სტრესი ვახსენეთ. და ასევე მიკრობიომიც, რაღაც ბაქტერიული მიკროფლორა, რაც გვაქვს ჩვენ კანზე, ხო? კი, და ყველაზე მთავარი გამომრჩა გარეგანი ფაქტორი ერთ-ერთი არის არასწორი პროდუქტების გამოყენება, იმიტომ რომ არასწორი პროდუქტები ჩვენ შეიძლება რომ კანის ბარიერი დავიზიანოთ ან არასწორი ჩვევებით. არასწორ ჩვევებში აგრეთვე შედის კანის ზედმეტი ექსფოლიაცია, ანუ ზედმეტად ამქერცლავების გამოყენება და ესეც ერთი პერიოდი იყო ტრენდი თუ გახსოვს. ყველას ასე ვთქვათ, ყველა იყენებდა ამქერცლავ საშუალებებს და ყველას მოუწოდებდა, რომ ეს არის აუცილებელი საფეხური კანის მოვლაში. მიზანი იყო გამოშრობა, ის გამოიშრო კანი ეს იყო. ტრენდში იყო, რომ ტრენდი იყო უბრალოდ. ეს ამქერცლავებში ეს მჟავები იგულისხმება ძირითადად, ხო? ალფა ჰიდროქსი და ბეტა ჰიდროქსი მჟავები იგულისხმობთ. კი, და სკრაბები კიდევ. და ეს ხო, კაი, რახან შევეხეთ ამქერცლავებს, მოდი ბარემ ბოლომდე მივიყვანოთ ეს ამბავი, ხო? ანუ ეს ჩვენ არ გვიხსენებია ამ კანის საბაზისო რუტინის ნაწილში. აი რა შემთხვევაში ხდება საჭირო ამ ინგრედიენტები, ანუ ეს ალფა და ბეტა ჰიდროქსი მჟავების
ჩართვა, ის ალფა ჰიდროქსიმჟავები, რძემჟავა მაგალითად გლიკოზავა და ბეტა არის, სალიცილიზმჟავა ერთ-ერთი როგორც ვიცი და ანუ აი რა შემთხვევაში ხდება საჭირო, რეალურად როდის გება მისი საჭიროება? რეალურად არ გვიხსენებია, იმიტომ რომ შეიძლება დასაბანშიც იყოს ეს ამქერსლავმჟავები და დამატენიანებელშიც, ამიტომ ესე რეალურად ინგრედიენტებზე გადავედით ახლა. აქამდე ვსაუბრობთ პროდუქტებზე, ამქერსლავმჟავები, რეალურად ალფა და ბეტა ჰიდროქსიმჟავები არის ამქერსლავმჟავები ინგრედიენტები. შესაბამისად, ზოგადად მარიამა როგორც თქვა, ზედაპირი რქოვანაში სრულად არის მკვდარი უჯრედები და ეპიდერმისის ყველაზე ქვედა ფენიდან ხდება ამ მკვდარი უჯრედების ამოლაგება ზემოთ და ეს პროცესი მუდმივად ხდება ჩვენს კანზე, დაახლოებით 1 თვიანი ციკლია, 20 და რაღაცა დღე არის. ხო, კანის განახლება, ხო. კი, ბაზალური შრიდან რქოვანამდე ესე ახლდება ჩვენი კანი თავისით. უბრალოდ რაღაც გარე ფაქტორებიც, შიდა ფაქტორებიც ასაკიც გავლენას ახდენს კანის განახლების პროცესზე. ზოგს შეფერხებული აქვს, ზოგს ხიმიანობის გამო მეტად ეწეპება ეს მკვდარი უჯრედები ერთმანეთს და ვერ შორდება ბუნებრივად და ჭირდება მიხმარება. ესე დროს გვჭირდება უკვე ამქერცლავმჟავები, რომლებიც დაგვეხმარება მკვდარი უჯრედების მსუბუქად მოშორებაში, რაც ისედაც მოშორდებოდა, რომ არ ყოფილიყო რაღაცა პრობლემა კანზე. თქვათ, ან შენელებული განახლება კანის, ან რაღაცა სხვა პრობლემები, ხშირად არის ხოლმე აკნე, ან თქვათ, აი დერმატიტი. და აქვე მაგას ერთი ნიუანსური კითხვა, აი ბარიერზე რო დავრჩეთ, ჯერ კიდე აი ბარიერი რო ირღვევა, ეს წყლის აორთქლებაც ხო ახლავს ხოლმე ხშირად თან და აკერცვლა კანის, ხო? აი როგორ უნდა მოვიშოროთ ეს მკვდარი კანი ისე რომ კიდე დამატებითი პრობლემა ამ ექსფოლიაციით არ შეუქმნათ კანს. ხო, ბარიერზე არ დაგუსრულებია და მე მგონი მარიამს შევაწყოთინოთ რომ ყოებოდა ბარიერზე. კი, ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ბარიერის არის ტენიანობის წყლის კანში შეკავება და თუ აი ეს ეგრეთ წოდებული შემაწეპებელი ლიპიდური შრე არის დარღვეული, რა თქმა უნდა, წყალი მარტივად ორთქლდება და ხდება ხოლმე კანის გამოშრობა. და ესე დროს ძალიან ხშირია ხოლმე, რომ ადამიანს თან კონდეს ცხიმიანი კანი და თან გამომშრალი, იმიტომ რომ ცხიმიანობა არის ცალკე, ცხიმოვანი ჯირკვალი გამოყოფს ცხიმს, რომელიც კანს ატენიანებს და აწვდის ამ ლიპიდებს, მაგრამ ამავდროულად გვაქვს წყლის რაოდენობაც კანში და ეს წყალი ორთქლდება ხოლმე, შესაბამისად გვრჩება გამომშრალი, მაგრამ ცხიმიანი კანი. და როცა ხდება ხოლმე კანის აკერცვა, ესე დროს ხშირად მიმართავენ ხოლმე კიდევ ამ ქერცლავმჟავებს, რომელიც კიდევ უარესად აზიანებს ამ ბარიერს და თუ რამე ქოლესტერინის ან კერამიდი ან რამე ქოლესტეროლი ან კერამიდი აქვს შენარჩუნებული ან ცხიმოვანი მჟავა აქვს, იმასაც აცლის და კიდევ უფრო მეტი აკერცვა ხდება ხოლმე. ამიტომ ასე დროს, როცა კანი იქერცლება, მაშინ როცა არის ცხიმიანი, უნდა მივხვდეთ ხოლმე, რომ ხშირ შემთხვევაში უბრალოდ გაუწყობებულია და ბარიერი არის სავარაუდოდ ბარიერის დაზიანების ერთ-ერთი ის არის ასე ვთქვათ, გამოვლინება და შესაბამისად ესე დროს არ გვჭირდება დამატებითი აკერცვა, გვჭირდება დატენიანება და ბარიერის აღდგენა, შევსება იმ ინგრედიენტებით, რომელიც წავართვით ძალით. მეგობრებო, უკვე ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენ კანის გაწმენდაზე, ჰიგიენაზე, დატენიანებაზე, მზის განდაცვაზე, კანის ბარიერზეც და ჩვენმა პარტნიორმა PSP-მ გამოგვიგზავნა ძალიან ბევრი ესეთი სასარგებლო პროდუქტი და მინდა რომ თქვენთან ერთად როგორც ყველაზე კომპეტენტურ ადამიანებთან ამ საკითხში შევიაზრით ამ პროდუქტებზე და გავიხილოთ ესეთი ლოგიკური მიმდევრობით თითოეული მათგანი თან მინდა ჩვენ მსმენელს და მაყურებელს შევახსენო რომ მოდის ეგრეთ წოდებული შავი პარასკევი, ამიტომ სულ ამოწმეთ ამ პროდუქტების შესახებ ინფორმაცია. შეიძლება ზოგზე უკვე არის ძალიან დიდი ფასდაკლება და ზოგზე კიდევ უფრო კარგი ფასდაკლებები იქნება და რომელსაც არ აქვს იმაზე შეიძლება იყოს. ამიტომ თვალი ადევნეთ PSP-ს პროდუქტებს. მე მგონი უპრიანი იქნება რომ დავიწყოთ ფრანგული წარმოების ესვი არის ხაზის დასაბანი საშუალებით. მარიამ, შენ გაცილებით უკეთი ლაპარაკებ ჩემზე დარწმუნებული ვარ და რო აგვიხსნა რისთვის გამოიყენება. რისთვის გამოიყენება დასაბანი არის, მაგრამ აი ნიუანსები რო გითხრა. კი ბატონო. მიხარია რომ ჩემი საყვარელი პროდუქტები და ახლა მაგიდაზე და ჩემ გამომწერებისთვის უცხო არ იქნება ეს პროდუქტები, დიდი ხანია ვაქებ და ვადიდებ და მე თვითონ ვიყენებ აბსოლუტურად ყველა პროდუქტი ახლა რაც მაგიდაზე დევს გამომიყენებია და ამიტომ შემიძლია ვისაუბრო როგორც ინგრედიენტებზე, ასევე შემადგენლობებზე და პირად გამოცდილებაზე. პირველი როგორც ახსენე არის ეს ვერსიის ტოპიალისის დასაბანი, რომელიც რეალურად განკუთვნილია მშრალი და გამომშრალი კანისთვის, მაგრამ როცა ბარიერის აღდგენა ზევსაუბრობთ, აუცილებელია რომ გამოვიყენოთ ნაზი
სუბუქი გამწვენდი დასაბანი, რომელსაც შეიძლება ქონდეს დამატენებელი ინგრედიენტებიც, რომ ზედმეტად არ გამოვაშოთ კანი. იმ შემთხვევაშიც კი თუ გვაქვს ცხიმიანი კანი, სასურველია რომ ჩამოვიბანოთ აი ესეთი ტიპის დასაბანით, იმიტომ რომ ცხიმიანი კანის პროდუქტებში ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე ამქერცლავი მჟავები, მაღალი შემცველობის ალკოჰოლი, რომელიც როგორც უკვე ვთქვით, დამატებით შლის და აღიზიანებს ბარიერს. ამიტომაც იმ პერიოდში, თქვათ 3 კვირა იქნება თუ 4 კვირა, როცა გადავწყვეტ, რომ ბარიერი უნდა აღვიდგინოთ, უნდა ჩავანაცვლოთ ჩვენი სტანდარტული დასაბანი, ისეთი დასაბანით, რომელიც თან კარგად გაწმენს კანს. ანუ თქვათ, კარგად ქაფდება, ან ემულსიფიცირდება, რომ ეს ჭუჭყი და ცხიმი არ დაგვრჩეს, მაგრამ ამავდროულად ზედმეტად არ მოგვაცლის და კანზე დარჩენილ, თქვათ, ლიპიდებს, რომ ბარიერი კიდევ უფრო მეტად არ გამოაშროს. ტოპიალისის, როგორც თქვი, ეს არის საკმაოდ დამამშვიდებელი და დამატენიანებელი დასაბანი და ამიტომ არ შეგეშინდეთ ხოლმე, როცა დასაბანს ეწერება მშრალი ან გამომშრალი კანი, სურობ ცხიმიანიან კომბინირებული კანი ქონდეს, იმიტომ რომ ესეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ ავირჩიოთ ძალიან ნაზი გამწვენდი. და აქ მე ეტიკეტზე ვნახე, რომ არის ასევე რომ soap free, ანუ არა ეს რას ნიშნავს, აი საპონს არ თითქოს დასაბანია და თანამობს რომ საპონს არ შეიცავს და ეს ხო კარგია სინამდვილეში ამას. რეალურად იმისათვის რომ გავწმინდოთ კანი და სკალპი, მნიშვნელოვანია რომ პროდუქტში იყოს ამაკაფებელი, რომელიც surfactants ეძახიან, რომელიც ჩამობანს ამ ცხიმს და ჭუჭყს. სხვა შემთხვევაში კანი არ გასუფთავდება, არც სკალპი. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში აქამდე იყენებდნენ ხოლმე SLS და LS, ეს კონკრეტული სულფატებია, რომელიც შედარებით უფრო უხეშია სხვა სულფატებთან მიმართებაში და თუ ძალიან გაღიზიანებულია კანის ბარიერი, ან გამომშრალია, უნდა ვერიდოთ ხოლმე უხეშ ამაკაფებლებს, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ უნდა იყოს ამაკაფებელი პროდუქტში. აი, ბევრჯერ გამიგია, რომ აი ვიყიდე უსულფატო შამპუნი და არ აკაფდა და არ დამბანა კანი. იმიტომ რომ არ შეიცავს იმ პროდუქტებს, რომლებიც უნდა აკაფდეს, რომ ცხიმი კარგად ჩამოიბანოს. შესაბამისად, ხო, sulfate free თუ ეწერება კანის პროდუქტებს იშვიათად აწერია, ხოლმე უფრო სკალპის პროდუქტებს აწერია, მაგრამ სახეზეს თუ აწერია, აუცილებლად იქნება შემადგენლობაში არასულფატი, ამიტომ არამედ სხვა ბაზაზე არსებული ამაკაფებელი, რომელიც ასევე ჩამოგუბანს კანს. ამიტომ არ შეგვეშინდეს სულფატების, უბრალოდ თუ ბარიერია დაზიანებული, ვიყიდოთ აი ესეთი, ისედაც ეს მშრალი კანის პროდუქტებში არ იყენებენ ეგეთ უხეშ სულფატებს, იმიტომ რომ მშრალ კანს არ უხდება. ამიტომ ვამბობ, რომ ნებისმიერი კანის ტიპს შეუძლია გამოიყენოს მშრალი კანის პროდუქტი, იმიტომ რომ კონკრეტულად უკვე ჩანასახშივე პროდუქტის წარმოების დროსაც გათვალისწინებულია, რომ უნდა გამოიყენოს გამომშრალი ან მშრალი კანის მქონე ადამიანმა, რომელსაც უკვე ცოტა აქვს კანზე ცხიმიანობა და ბუნებრივი ლიპიდები. კეთილი. შემდეგი არის ჩემი საყვარელი ტონერი, ერთ-ერთი Village 11-ის, რომელიც არის უთხელესი, კი, უთხელესი ტონერია და ესეთ დროს, როცა ბარიერის აღდგენა გვინდა, ხანდახან ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, არ შეუძლია გამოიყენოს მსუყე პროდუქტი, იმიტომ რომ შეიძლება ბარიერი აღვიდგინოთ, მაგრამ ფორები დავიხშოთ, ან ზედმეტად ცხიმიანობა გქონდეს კანზე, რაც შემაწუხებელია დღის განმავლობაში, ამიტომაც ჩემნაირი ადამიანებისთვის, ვისაც აქვთ კომბინირებული აკნესკენ მიდრეკილი კანი, იდეალური ესეთი თხევადი პროდუქტები. კონკრეტულად ამ ტონერში არის ნიაცინამიდი, რომელიც ბარიერის აღდგენი ინგრედიენტია. ანტიოქსიდანტიც არის. კი, ანტიოქსიდანტიც არის. პანთენოლი, რომელიც ასევე ჭრილობის შემახორცებელი დამატენიანებელი და ბარიერის აღდგენი ინგრედიენტია. მადეკასოზიდი, რომელიც არის ცენტრალ-აზიატიკის ფორმულა, რომელიც ასევე ბარიერის, ანუ ყველა ინგრედიენტი, მწვანე ჩაი, ალოე, როზმარინის ექსტრაქტი, აბსოლუტურად ყველა ინგრედიენტი, რაც ამ პროდუქტში არის, ემსახურება ბარიერის აღდგენას. ამიტომ შესაძლებელია, ვისაც აი ძალიან დაზიანებული და გამომშრალი კანი არ აქვს, ეს ტონერიც იყოს ბარიერის აღსადგენად. ეს დაბანის შემდეგ გაწმენდის შემდეგ. დაბანის შემდეგ შეგიძლიათ პირდაპირ მე მაგალითად მირჩევნია ხელზე დავისხა და ისე გადავინაწილო, ზოგს ურჩევნია ბამბის დისკზე დაასხოს. უბრალოდ ბამბის დისკი ძალიან ბევრ პროდუქტს იწოვს თავად და ნაკლები ნაწილდება სახის კანზე და მე მეწოდება ხოლმე პროდუქტი ბამბის დისკზე გასაბუჭებლად, ამიტომაც მირჩევნია ხელზე დატანა. შემდეგი შრატი, რაც აქ დევს, არის ესვი არის ბესამის შრატი, რომელიც არის ჰიალურონის და ნიაცინამიდის კომბინაცია და როგორც უკვე ვთქვი, ნიაცინამიდი არის ბარიერის აღმდგენი ინგრედიენტი, ნუ ბესამი ჯგუფის ვიტამინი, ამიტომ აწერია ბესამი და ჰიალურონთან კომბინაციაში ძალიან უხდება ბარიერს. ჰიალურონი სხვა შორის ბუნებრივადაც წარმოიქმნება ჩვენს კანში და ჰიალურონის სინთეზიც მნიშვნელოვანია ბარიერის ერთიანობის შესანარჩუნებლად, ამიტომაც ეს შრატი ძალიან კარგია. მაგალითად, ვისაც აი უფრო მეტად
სიწითლე აქვს გამოხატული, წვა და გაღიზიანება შეიძლება მოეწონოს ეს შრატი, იმიტომ რომ ამ შრატში ბარიერის აღმდგენ ინგრედიენტებთან ერთად გვაქვს დამამშვიდებელი ინგრედიენტებიც. ამ შემთხვევაში არის უბრალოდ დამატენიანებელი პლუს ბარიერის აღმდგენ ინგრედიენტები, აქ არ გვაქვს ნაკლებია დამამშვიდებელი ინგრედიენტი. ამიტომ ესე გაიმიჯნება ეს ორი. და თქვა თუ ამას შეიძენთ, არ არის აუცილებელი შრატიც მეყავთ, იმიტომ რომ ამ პროდუქტში უკვე არის ნიაცინამიდი და შესაბამისად აღარ არის საჭირო დამატებით შრატის გამოყენება. კეთილი, აქ ჰიალურონის ჟავაზე მადლობა ძალიან დიდი. პირველ რიგში ესე ავამწურავად, მე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებდი ამ პროდუქტებზე. ჰიალურონის ჟავაზე მაქვს ერთი დამატებითი ნიუანსური შეკითხვა. ძირო ჰიალურონის ჟავა არის დამატენიანები, რომელიც არის ჰუმექტანტი, ხო? ასევე გასათვალისწინებელი არის თუ არა ჰიალურონის ჟავის გამოყენების დროს ის კლიმატი რაშიც ვიყვებით, რომ ვიცი რომ თუ ამ ჰუმექტანტის იდეა რა არის, რომ გარედან იწოვს ამ ნესტს, იჭერს ამ ნესტს. თუ ძალიან მშრალ გარემოში ვართ, ეს ნესტი ხო შეიძლება რომ კანის შიგნიდან გარეთ გამოიტანოს და გამოშრობას პირიქით აქეთ შეუწყოს ხელი. ამიტომ ეს გასათვალისწინებელია. კი ბატონო, კი, ჰიალურონის ჟავა მარტივი გამოსაყენებელი არ არის და ბევრჯერ მომისმენია რომ ჰიალურონის წასმის შემდეგ დაეჭიმათ და გამოეშროთ კანი. ამის მიზეზი ის არის, რომ ჰიალურონის ის არის თვისება ესეთი, რომ იზიდავს საჯარიმეს წყალს, ხო? და იკავებს და რეალურად ჰიალურონი იმდენად არატენიანებს, ამდენჯერაც აქვს იმის უნარი, რომ ტენიანობა მიიზიდოს და ჩაკეტოს კანში. და თუ გარშემო არის სიმშალე, ან კანი გვაქვს ძალიან გამომშრალი და ამ გამომშრალ კანზე წავისვამთ ჰიალურონს, იმ დარჩენილ სიმშალე იმას ტენიანობასაც შეიწოვს და შეიძლება კიდევ უფრო მეტად გამოშრეს ჩვენი ზედაპირი. ამიტომაც სასურველია ხოლმე, რომ ჰიალურონის მჟავა წავისვათ ტენიან კანზე, რომ ის წყალი მიიზიდოს და დატოვოს, მაგრამ ასევე აუცილებელია რომ ჰიალურონის ზემოდან გადავისვათ დამატენიანებელი პროდუქტები, რომელიც მარიამის მხარეს დევს, რომ ეს ჰიალურონი და პლუს ის ტენიანობა ჩაიკეტოს კანში და არ აორთქლდეს. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა მარიამ. ეხლა ჩემი ახალმარცხი ვიჯდო მარიამთან გადავალ. რა ხდება აქ და unboxing-იც. მოვამზადე. თემატურად გაგრძელება არის, რაც მარიამა ილაპარაკა აი იმ პროდუქტებზე. დასაბანი, დატენიანება და ეხლა მოდის იმ დამატენიანებელის ჩაკეტვა, რაც უკვე ახსენა. რატომ ჭირდება ჰიალურონის ჩაკეტვა? იმიტომ რომ არ აორთქლდეს ჩვენი კანიდან და ამისთვის ჭირდება ასე თქვათ ჩამკეტი ოკლუზივი ინგრედიენტები. რაც ამ ორივე პროდუქტს აქვს, უბრალოდ განსხვავება არის, იმიტომ ამოვალაგე რომ განსხვავება იყოს ვიზუალურად შესამჩნევი. ერთი არის ემულსია, მეორე არის დამატენიანებელი კრემი, ანუ აქ ძირითადად არის ტექსტურაში სხვაობა. ნახე, ორივეს აქვს ჩამკეტი ინგრედიენტები, ისეთი როგორიც არის აი გადმოვატრიალოთ, გლიცერინი არის ერთ-ერთი ჩამკეტი ინგრედიენტი, ანუ ოკლუზივი, რასაც შეუძლია რომ წყალი არ აორთქლოს ჩვენი კანიდან, არამედ ჩაკეტოს. ორივეს აქვს პანთენოლი, რომელიც არის მსუყე დამამშვიდებელი, დამატენიანებელი, ანთების საწინააღმდეგო, სიწითლის საწინააღმდეგო ინგრედიენტი. აგრეთვე ეს არის კერამიდების მატარებელი საშუალება დერმაფირმის, რომელიც კერამიდებისაც ბუნებრივად გვხვდება ჩვენ კანში, ანუ საშენი მასალა არის ამ პროდუქტებში. ხო, ცემენტის მასალა რომ მოახსენეთ. აგრეთვე ორივეს აქვს ქვიალანი, რაც ისედაც აგრეთვე ჩვენ კანში ისედაც არსებობს და უბრალოდ გარედან ვამატებთ ინგრედიენტის საშუალებით. უბრალოდ როგორც უკვე თქვი, განსხვავება არის ტექსტურას შორის. ერთი არის ემულსია, ვისაც მოსწონს შედარებით უფრო თხელი დამატენიანებელი ტექსტურის საშუალება, ხოლო განსაკუთრებით მშრალი კანისთვის უფრო მეტად უმჯობესია კრემის გამოყენება, რადგან თან დაარბილოს კანის ასე თქვათ ტექსტურა გარედან. ეს ორი ძირითადი სხვაობა არის, ორივეს აქვს პანთენოლი და აგრეთვე ჰიალურონის მჟავა. აქაც შეგხვდება დამატენიანებელ კრემში. ანუ რეალურად ჰიალურონის მჟავა უკვე დღეს თითქმის ყველა პროდუქტში არის დაწყებული დასაბანიდან დამთავრებული. კი, ყველასთვის საყვარელი არის და ნაკლებ პრეტენზიული ინგრედიენტი. აქვე კიდევ მაქვს ეს ჩემი ჩანთიდან დავამატე. კი. ეს არის თეთრი ვაზელინი, ზიაიასი, რომელიც არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტი და რატომ არის პეტროლატუმი, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი კარგი საშუალება განსაკუთრებით ბარიერის დატენიანებისთვის და აღდგენისთვის. ჩვენ ვახსენეთ ოკლუზივები, მაგრამ ყველაზე ძლიერი ოკლუზივი სამყაროში არსებობს და ეს არის პეტროლატუმი.
ხორტუმი, რომელსაც შეუძლია დაახლოებით 99% ჩაკეტოს ის ინგრედიენტები, რაც მანამდე გამოვიყენეთ კანში. შესაბამისად, თეთრი ვაზელინი აქვე ვიტყვი, რომ არის არაკომენდოგენური. შეგიძლიათ თხლად განსაკუთრებით, ვისაც აქვს კანის ბარიერის დაზიანება, თხლად გაინაწილოს თვალსახეზე, თუმცა ლოკალურადაც შეიძლება კონკრეტულ უბნებზე გამოყენება, მაგალითად ძალიან ხშირად ტუჩის ირგვლივ უშრებათ, თვალების მიდამო უშრებათ და ამ არეშიც თხლად შეგვიძლია რომ გავინაწილოთ ოღონდ დამატენიანებელი კრემების ბოლო საფეხურად. რომ მოხდეს ჩაკეტვა. მადლობა მეგობრებო, მე მგონი მეც გავბედავ ამ ზისგანდამცავებზე. ერთ-ორ სიტყვას მეც ვიტყვი, გვაქვს ესეთ სამხრეთ კორეული მიზონის ზისგანდამცავი და ფრანგული წარმოების კოდალის ზისგანდამცავი. ორივე მაღალი SPF-ი არის, ანუ ულტრაიუსფერი A და B სხივების განსხვავებს, იმიტომ რომ ფართო სპექტრის დაცვა აქვს, SPF 50, საკმარისი არის მზისგან დაცვისთვის. ორივე მსუბუქი გამოსაყენებელი არის, ეს არის სტიკი და ეს არის თხელი კრემი, აი watery sunscreen აწერი, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ უფრო თხევადი ის მსუბუქია, ასე ვთქვათ, გამოსაყენებლად. არტოვებს თეთრ ლაქებს, ვინაიდან არის ქიმიური დამცავი, მაგრამ არ უნდა შეგვაშინოს სამ სიტყვამ უკვე ეს ჩვენ წინა ეპიზოდში მიმოვიხილეთ, რომ ქიმიური დამცავი არ არის სიტყვა ქიმიურმა არ უნდა შეგვაშინოს, რომ განსხვავება ფიზიკურ და ქიმიურ მზისგან დამცავებს შორის არის მხოლოდ ის, რომ ქიმიური მზისგან დამცავები ამ ულტრაისფერის სხივისგან გამომუშავებულ ულტრაისფერის სხივებს ბოლომდე არ აირეკლავს, არამედ ნაწილს სითბოდ გარდაქმნის, ხოლო ფიზიკური ბარიერები სრულად აირეკლავს ამ მზის სხივებს. რამეს ხوار დაამატებდით მეგობრებო ამ დავამატებ რომ ეს არის სტიკი ზისგან დამცავი განახლებისთვის არის ძალიან კომფორტული და აგრეთვე ტუჩებსაც ამას წარმატებულად ვიყენებ მე პირადად უბრალოდ აი ცხიმიან კანს დიდად არ მოიწონება უფრო მეტად მშრალი ნორმალური ტიპის შემცველიც არის და შეიძლება სახესე იფიქრო რომ რაღაცა გვადევს ხო რეალურად ძალიან ბევრი ინგრედიენტზე ვისაუბრეთ და ჩემნაირი დამწყები, მე როცა ვიყავი დამწყები, ეგეთი ადამიანები ვინც გვისმენს, შეიძლება უცბად შენ მგონია რომ საკმაოდ კარგი ცოდნა გაქვს. ხო, შეიძლება ამდენმა ინგრედიენტმა და სახელმა დააბნიოს და აი რაღაცნაირად რომ გავამარტივოთ, ესე ვთქვათ, ეს ყველაფერი, რაც ვისაუბრეთ, მარიამა როგორც თქვა, ჩვენს კანს ისედაც აქვს კერამიდები, ქოლესტეროლი და ცხიმოვანი მჟავები. ამიტომაც როცა ბარიერი დაზიანებულია, ეს სამი კანს აკლია, ამიტომ ერთი მიზანია რომ ესენი შევავსოთ და უნდა მოვძებნოთ პროდუქტები, ამ ინგრედიენტები და ცხიმოვანი მჟავები გვხვდება ხოლმე ძირითადად ზეთებში, ვთქვათ, ზესუმზირის ზეთში, როიპსიდო, არ ვიცი ქართულად როგორ არის. ინგლისური ტერმინები რო არ ვთქვა, ხო, ცხიმოვან ზეთებში გვხვდება, აი ლინოლეინის, ოლეინის მჟავა და ცალკე არის ინგრედიენტები, ვთქვათ, ნიაცინამიდი, პანთენოლი, ცენტელა, მწვანე ჩაი, აზელაინის მჟავა, რომლებიც გვეხმარება აღდგენასთან ერთად ასევე ბარიერის სიძლიერის გაუმჯობესებაში და პლუს კანის დამშვიდებაში და სიცოცხლის შემცირებაში. ამიტომაც აი ყველა ერთად არ გვჭირდება, უბრალოდ მიზანი არის რომ კანში შევავსოთ აი ეს ლიპიდები, რაც ისედაც ქონდა და არასწორი პროდუქტების გამოყენებით ან გარემო ფაქტორებით მოვაშორეთ და მეორე არის რომ თუ საჭირო გახდა, მერე დამატებით დავამშვიდოთ აი დამამშვიდებელი ინგრედიენტებით. მეგობრებო, მოდით ახლა ვისაუბროთ ეგრეთ წოდებული დაბერების საწინააღმდეგო კანის მოვლის დამატებით რუტინაზე. ეს დაბერება თითქოს ისე აღიქმება ხოლმე, რომ რაღაცა უფრო ფუფუნებისაგანი არ არის კანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და ასე შემდეგ. თუმცა აი ეს ვიზუალური მხარე რატომღაც რო არ ითვლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულად, მე ამბავი არ მომწონს, იმიტომ რომ მithumetes სახეზე თუ ვსაუბრობ და სახის კანზე, სახე არის ადამიანის იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი და პირდაპირ არის ბმაში მენტალურ ჯანმრთელობასთან. ამიტომ, როდესაც აი დეკორატიული კოსმეტიკაც ჩემთვის და ზოგადად ეს დაბერების საწინააღმდეგო კანის მოვლის რუტინაც ამ ასპექტშიც განიხილება, რომ ჩვენ ამიტომ ჩვენ მენტალურ ჯანმრთელობაზეც ვზრუნავთ, ხო? იმიტომ რომ ეს ვიზუალური მხარე ყველასთვის მნიშვნელოვანი არის, როგორც წესი, ბევრისთვის მნიშვნელოვანი არის. მოდით თავდაპირველად, ანუ ჩვენ რაღაცეები არ გვიხსენებია, რასაც აი ამ კანის დაბერების საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ ხოლმე, ხო? ანუ ჩვენ ვიცით, რომ დროთა განმავლობაში კანი კარგავს კოლაგენს, ელასტინს, კანის განახლება ნელდება, როგორც უკვე ვახსენეთ, მეტად მიდრეკილი არის კანის სიმშრალესკენ, იმიტომ რომ ეს ცხიმოვანი ჯირკვლები უფრო ნაკლებად აქტიური არის, რაც მეტი დრო გადის. აი ჩვენ მიერ ჩამოთვლილი საბაზისო საშუალებებისა გარდა კიდე რა შეიძლება რა აქტიური ნივთიერებები შეიძლება იყოს გამოყენებული იმისთვის რომ ეს
ნაოჭების რისკი ამ კოლაგენის და ელასტინის დაკარგვით გამოწვეული ნაოჭების რისკი, ჰიპერპიგმენტური ლაქების რისკი და ზოგადად კანის დაბერება შევანელოთ ან არსებული მდგომარეობის რევერსი გავაკეთოთ თუ ესეც შესაძლებელი არის. ძალიან კარგი კითხვა და ძალიან ხშირად მესმის ხოლმე რომ აი როცა ვსაუბრობ ნაოჭების პრევენციაზე, აი დიდი ამბავი რა მოხდა რომ ნაოჭები გაგვიჩნდეს ხო, რა კარგია რომ რეალურად შეგვიძლია დაუბერდეთ და ვეთანხმები. უბრალოდ ნაოჭების გაჩენა არ არის აუცილებელი იმისაც რომ დაუბერდეთ, ანუ სიბერე და ნაოჭები არ არის აუცილებელი იყოს ერთმანეთის სინონიმები, იმიტომ რომ რეალურად ნაოჭების უდიდესი ნაწილი გვიჩნდება მზის გამოსხივების გამო. Ну, რა თქმა უნდა, კოლაგენი და ელასტინი ილევა ნელ-ნელა და ბუნებრივად მიზიდულობის კანონის გამო ჩვენი კანი ქვემოთ ეშვება, მაგრამ თუ შეგვიძლია რომ ხელი შევუწყოთ კანის ჯანმრთელობის და ვიზუალის შენარჩუნებას, რატომაც არა. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა გადავიდეს ობსესიაში და ხო უნდა გავმიჯნოთ კანის მოვლა დამატებითი პროცედურებისგან, რომელიც არ არის აუცილებელი და ადამიანის არჩევანია თუ უნდა რომ სრულად გადაჭიმული კანი გქონდეს, რა თქმა უნდა, მისი გადაწყვეტილება და აი ბოლო პერიოდზე დაიწყეს რომ ანტი-ეიჯის მაგივრად ამბობენ slow aging. რაც ძალიან მომწონს, ანუ რეალურად ჩვენ კი არ ვეწინააღმდეგებით დაბერებას, უბრალოდ ვცდილობთ რომ კანი რაც შეიძლება ნელა დაბერდეს. და შესაბამისად, როგორც ახსენე და ძალიან კარგად თქვი, რომ კოლაგენის და ელასტინის დაკლებასთან ერთად ამავდროულად გარემო პირობებიც გავლენას ახდენს და პლუს ცხიმოვანი ჯირკვალიც ნაკლებ ცხიმს აწარმოებს და რადგან დატენიანება არ ხდება, გამომშალი კანი უფრო მარტივად მიდრეკილია ნაოჭების გაჩენისკენ. ამიტომაც ესე დროს რუტინაში ვამატებთ ხოლმე რამდენიმე ინგრედიენტს. ჩვენი საყვარელი რაც არის რეტინოიდები, რომელიც არის სუპერ ინგრედიენტი და მგონია რომ მეფე არის ინგრედიენტების, იმდენი რაღაცის გაკეთება შეუძლია. ეს ავიტამინის სხვადასხვა დერივატივები. ავიტამინის დერივატივები კი ბატონო და მეორე ჩემთვის დედოფალი არის პეპტიდები. აი მეფე დედოფალი მყავს რეტინოიდები და პეპტიდები, რომლებიც ერთადაც ძალიან ბედნიერები არიან, ну პატარა ნიუანსებს თუ არ გავითვალისწინოთ და გავითვალისწინოთ და იცალ-ცალკეთ ძალიან ეფექტურია ნაოჭების საწინააღმდეგოდ. კეთილი. რეტინოიდებზე მინდა რომ ჩაგეკითხო, როგორც იტყვიან ხოლმე, ხო, ეს სხვადასხვანაირი რეტინოიდები არსებობს და ამ რეტინოიდებს კონკრეტული სამედიცინო ჩვენებებიც აქვთ, ხო, და რაღაცა უფრო ეს რეტინოიდი ზოგი უფრო მსუბუქია, ზოგი უფრო ძლიერია. აქ თუ გაქვს რამე რაღაცა უკუჩვენება ან შეზღუდვა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, ან რაიმე სხვა ტიპის შეზღუდვა რეტინოიდებზე როცა ვსაუბრობ. კი ბატონო, გვაქვს რამდენიმე ტიპის ფორმა და დაალაგებული არის ასე ვთქვათ სიძლიერის მიხედვით, ამაზეც ვისაუბრებთ, კითხვას რო უპასუხო პირველ რიგში, ასაკობრივი შეზღუდვა ასე არ აქვს ინგრედიენტებს. უბრალოდ თუ რაღაც ასაკის ადამიანს არ სჭირდება, არ უნდა გამოიყენოს. მაგალითად, რეტინოიდებში არსებობს თქვათ რეტინოლი, რეტინალი, ტრეტინოინი, რომლებიც არის უფრო მეტად ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედების, არის კიდე ადაპალენი, რომელიც კონკრეტულად შექმნილია აკნეს სამკურნალოდ, მაგრამ ასევე აქვს ის თვისებები, რომელიც სხვა რეტინოიდებსაც აქვს. შესაბამისად, თუ თინეიჯერს დაემართა აკნე არის ხოლმე რომ ადაპალენს იყენებენ ამის სამკურნალოდ და ამ შემთხვევაში არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, მაგრამ რეტინოლი, რომელიც მხოლოდ ნაოჭსაწინააღმდეგო და ლაქების საწინააღმდეგო მოქმედების არის, არ სჭირდება თინეიჯერს, იმიტომ რომ ეს პრობლემა მას არ გააჩნია. ამიტომაც ამბობენ ხოლმე რომ სასურველია რომ 25 წლიდან ჩავრთოთ რეტინოიდები, რომ ზედმეტად ადრე არ სჭირდება ჯერ ერთი ფინანსებსაც ურტყავს ამდენი პროდუქტის ყიდვა და გამოყენება. მეორე, როცა კანს არ სჭირდება, ჩათვალეთ ტყუილად ისვა, იმიტომ რომ თუ ნაოჭები არ მაწუხებს ან ლაქები არ მაქვს, რაღა უნდა გამიღიავოს ხო იმ პროდუქტმა შესაბამისად, როცა საჭიროება არ არის, ის არ უნდა გამოვიყენოთ. და ორსულობის პერიოდშიც კონკრეტულად. ორსულობის პერიოდშიც არ შეიძლება მისი გამოყენება, იმიტომ რომ ნაყოფზე შეიძლება რაღაცა ტერატომულია, როგორც ხო? ლაქტაციის დროს ადრე აკრძალული იყო, ეხლა ახალ გაიდლაინებში ჩაამატეს, ოღონდ მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად აუცილებელია რეტინოიდის ჩართვა. და მაგრამ მაგალითად პეპტიდები ჩვეულებრივად შესაძლებელია გამოიყენო როგორც ორსულობაში, ასევე ლაქტაციის დროს, ამიტომ შეიძლება რომ თუ ნაოჭსაწინააღმდეგო მოქმედების პროდუქტი გვინდა, დროებით რეტინოიდის ნაცვლად გამოვიყენეთ პეპტიდები მაგალითად ან C ვიტამინი. კეთილი. აი მარიამს დაუსვავ კითხვას, აი ეს პეპტიდებზე მეც ახლა ძალიან ამ რო არის ერჩევდი, ძალიან ბევრი ის ბუმია რა, პეპტიდების რა. და მე რო სამედიცინოზე ვსწავლობდი, პეპტიდი ჩემ გონებაში აღიქმება როგორც ამინომჟავების მოკლე ან საშუალო სიგრძის ჯაჭვები.
ეხლა რაღაცა განცდა დამრჩა, რომ ძალიან ბევრ რაღაცას ეძახიან პეპტიდებს, ხო? ანუ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე, თან ვიცი რომ სხვა ტიპის პეპტიდი არსებობს და აი რა შემთხვევაში ვიყენებთ? ხო, რეალურად ეხლა იმიტომ არის პეპტიდებზე ისედაც ბევრი საუბარი, რომ ბევრი კვლევები წამოგვეწია პეპტიდებზე და ბუნებრივია ბაზარზე გაჩნდა ისეთი საშუალებები, რაც უფრო მეტად გვაძლევს საშუალებას, რომ თამამად გაუწიოთ ამ საშუალებებს რეკომენდაცია, ანუ ხელმისაწვდომიც გახდა. სწორად თქვი, რომ პეპტიდი არის მოკლე ამინომჟავის ჯაჭვი, რომელიც ბუნებრივია, რაც არის ცილის საშენი მასალა, პროტეინის საშენი მასალა და არსებობს სხვადასხვანაირი პეპტიდები. უმეტესობას გონია, რომ ყველა პეპტიდი ერთნაირად მუშაობს, მაგრამ ესე არ არის, არსებობს სასიგნალო, ტრანსპორტერი პეპტიდები, ნეიროტრანსმიტერები, ენზიმის მაინჰიბირებელი და სხვა კიდევ პეპტიდები, რასაც შეუძლია კონკრეტულ პრობლემაზე მუშაობა, ეს არის მაგალითად ლაქებთან ბრძოლა. შესაბამისად, ძირითადი უმეტესი კვლევები არის სასიგნალო პეპტიდებზე, კოპერ პეპტიდებზე, რაც არის ყველაზე ასე ვთქვათ პოპულარული და ნეიროტრანსმიტერები, რომელსაც შეუძლიათ ასე ვთქვათ, ესე კუნთის გაშეშება, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მინიმალური ეფექტი აქვს, ასე ვთქვათ, მინი ბოტოქსის ეფექტსაც ეძახიან ასეთ პეპტიდებს. ბუნებრივია, სასურველია, რომ ყველა ეს პეპტიდის ტიპი იყოს ჩართული ერთ პროდუქტში, რადგან რაღაც ერთი კონკრეტული პეპტიდის ჩართვა ერთი ინგრედიენტის არ ნიშნავს, რომ ყველას ექნება მაგალითად კოლაგენის ელასტინის სინთეზის ფუნქცია, ექნებათ მაგალითად ლაქების საწინააღმდეგო მოქმედება, ან მაგალითად კანის გამონათების ტექსტურის გაუმჯობესების საშუალება, სასურველია, რომ ვიცოდეთ რა პეპტიდი რას აკეთებს და ჩვენი საჭიროების მიხედვით ავარჩიოთ კონკრეტული პეპტიდების პროდუქტი. აქვე გითხავ ერთ-ერთი დამატება ხო არ გინდა? არა, უბრალოდ ვის არის პეპტიდებს საკმაოდ გრძელი სახელები აქვს. ძალიან. სახელებთან ერთად რიცხვებიც მოყვება, ამიტომ არ მინდა აუდიტორიას ეკონოს, რომ მაყურებელს რომ ყველაზე პირად უნდა იცოდნენ. აი თქვათ მე მარიამი კიდე არიან ხო კანის მრჩეველებინია, რომლებიც ვაზიარებთ ხოლმე, აი რეალურად ვცდილობთ გავუმარტივოთ გამომწერებს, რომ არ არის აუცილებელი ყველა მიცოდეს რომელია ნეიროტრანსმიტერი, რომელი არის თქვა სიგნალური, რომელია სპილენძის პეპტიდი. თავარია მომაწოდეთ ეგ ლინკები დაურთავ აუცილებლად ჩვენი ვიდეოს აღწერაში. ხო, მე ვიდეოს მაგალითად პეპტიდებზე პოსტი ღმარიამსაც აუცილებლად ექნება ვიდეო და გაგიზიარებთ, იმიტომ რომ აი თქვა ნიაცინამიდის შედარებით კიდე მარტივი დასამახსოვრებელი, იმიტომ რომ თქვა B3 ჯგუფია და პეპტიდებში იმდენაირი პეპტიდია, რომ ამის დამახსოვრება მეც არ ვიცი ყველა პეპტიდის ზეპირად, თან პეპტიდს ზოგს პეპტიდის სახელიც აქვს და პლუს დამატებით შეძენილი სახელწოდებაც აქვს. და ითქვა მატრიქსილი, ხო, რეალურად მატრიქსილიც ქვია და პეპტიდის სახელიც აქვს. ამიტომაც ამდენი რაღაცის დამახსოვრება ჯერ არც არის აუცილებელი და მე არ არის მარტივი. ამიტომაც ხო, არ ეგონოს გამომწერს, რომ ინგრედიენტებს რო ჩახედავს, უნდა იცოდეს, რომ ეს პეპტიდი ამ ტიპის არის, ეს პეპტიდი იმის თითქმის აი მეც ხშირად ვხვდება ხო პროდუქტში ისეთი პეპტიდი, რომელიც პირველად შემხვდა და მიწევს დავგუგლო და მოვიძიო ინფორმაცია რა ტიპის პეპტიდია. ამიტომაც ხო. ოკეი. მარიამ, იცი კიდე აქვე ბარემ მკითხავ აზელაინის მჟავაზე. ესეც რაღაცა 20-24-25 წლების რაღაცა ერთ-ერთი ტოპ ინგრედიენტია, რომელიც რაღაცა ძალიან ტრენდულია, ხო? რამ განაპირობა მისი ტრენდულობა და აქვე მინდა გკითხო, ეხა ამ დამატებით პროდუქტებს ამ რუტინაში სად უსვამთ, ხო? ანუ რაც აქამდე განვიხილოთ, იქ სად უნდა ჩავშოთ ეს პროდუქტები? მოდი აზელაინის მჟავით დავიწყებ. ჩვენი საყვარელი ინგრედიენტია. სხვათა შორის აზელაინის მჟავა დროთა განმავლობაში, როდესაც სწავლობდნენ ამ ინგრედიენტს, ჯერ თავიდან მიზანი იყო, რომ ენახათ, რამდენად მუშაობს ლაქების წინააღმდეგ ეს ინგრედიენტი და შესწავლის პროცესში მიხვდნენ, რომ ეს არის აკნეს საწინააღმდეგოც და როზაცეას საწინააღმდეგო ინგრედიენტიც. უბრალოდ აქ მნიშვნელობა აქვს პროცენტობას. კვლევებით დადასტურებული არის, რომ 15-20%-იან აზელაინის მჟავას აქვს საკმაოდ კარგი შედეგები აკნეს და როზაცეას დროს. თუმცა მაღალპროცენტიანი აზელაინის მჟავა სასურველია, რომ ექიმის რეკომენდაციით იქნას დანიშნული და თვითნებურად არ ჩავთოთ განისმევლის რუტინაში. ერთი ბოდიში აქ რო გაწყვეტინებ, ჩვენთან ბაზარზე რამდენად არის ხელმისაწვდომი ეს მაღალპროცენტიანი აზელაინის მჟავა, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი, ანუ რაღაცა ვერ ვნახე. 15%-იანები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ბრენდის კრემებში, 20%-იანი, როგორც ვიცი, არ არის მგონი ადრე იყო, მაგრამ ეხლა დეფიციტია. და კარგი არის თუ შემოიტანეთ. კი, სპინორენი რო შემოიტანეთ. გავამრავლებს ამ ჩვენ მაგიდა.
კი. აზელაინის მჟავა რატომ გვიყვარს ესე ძალიან? გარდა იმისა, რომ არის აკნეს საწინააღმდეგო, როზაცია საწინააღმდეგო საშუალება. აგრეთვე არის ანტიბაქტერიული, აგრეთვე შეუძლია კანის გამონათება, გასხივოსნება, კერატოლიტიური მოქმედებაც აქვს, ანუ მსუბუქად კანს ეხმარება მკვდარი უჯრედების მოშორებაში. აგრეთვე ვიყენებთ კანის გამონათებისთვის ფერის გასათანაბრებლად და ტექსტურის გაუმჯობესებისთვის. ერითემებზე. რა თქმა უნდა, ერითემებზეც თავისუფლად გამოიყენება, ანუ არის ერთ-ერთი ყველაზე მულტიფუნქციური ინგრედიენტი, რაც კი მახსენდება და არის ერთ-ერთი ყველაზე არაპრეტენზიული. ორსულებმაც შეუძლია გამოიყენონ ლაქტაციის პერიოდში მქონე ქალბატონებმაც შეუძლიათ რომ გამოიყენონ, თინეიჯერებშიც თავისუფლად გამოიყენება ექიმის დანიშნულებით, როგორც ქალბატონებში, აგრეთვე მამაკაცებში, ანუ ერთ-ერთი უნივერსალური ინგრედიენტი არის და ეხლა როდის სამფრუტინაში ამაზე გადავალ. აზელაინის ჟავის პროდუქტს გააჩნია. თუ ეს არის დამატენიანებელ კრემში შემავალი აზელაინი, გამოიყენება კანის დატენიანების საფეხურზე, როცა ვიყენებთ დამატენიანებელ კრემს. თუ არის მაგალითად ეხლა აქტიურად შემოვიდა აზელაინის ჟავის შემცველობით შრატები, ამას ვიყენებთ შრატის გამოყენების საფეხურზე, ანუ კანის დაბანვის შემდეგ, სანამ დამატენიანებელ კრემს გამოვიყენებთ და თუ ეს არის უბრალოდ მაღალ კონცენტრირებული, აი სკინორენი ვახსენეთ ეხლა მაგალითად, საშუალება სასურველია კანის მოვლის ბოლო საფეხურზე. პეპტიდები შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც დილით, აგრეთვე საღამოს რუტინაში, თუმცა ერთხელაც შეგვიძლია მისი გამოყენება, მაგალითად ღამის რუტინაში, თუმცა უფრო მეტად არის სასურველი, რომ დღეში ორჯერ გამოვიყენოთ, რომ მისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ. კეთილი, მადლობა. აი, ეხა ამ აქტიურ ნივთიერებებზე რო საუბრობთ, მარიამ, ცრუ მოლოდინები რო არ კონდეს ჩვენს სვენელთა მაყურებელს. აი, შედეგს რამდენ ხანში უნდა ელოდეს ამ გამოყენების კითხვა. ხო, შეისაყვარელი კითხვა დავსვი? ოკეი, მაშინ თავისუფალი მიკროფონი. რეალურად ინგრედიენტებს, როგორც წეღან ვისაუბრეთ, პროდუქტებს თავისი მაქსიმუმის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ეს მაქსიმუმიც არ დგება 1 და 2 დღეში. და სამწუხაროდ მოლოდინი გვაქვს ხოლმე, რომ წასმიდან ან 24 საათში უნდა ვიგრძნოთ, ან იმავე კვირაში. რეალურად ეს ასე არ არის. ჯერ ერთი როგორც მარიამ ახსენა, რქოვანაშრე გვაქვს, რომელიც ძალიან რთულია, რომ ესეთ რომელშიც რთულია, რომ გააღწიო და კანში ჩავიდეს პროდუქტი და ამ ჩასვლასაც დიდი დრო ჭირდება, იმიტომ რომ მთელი ჩვენი ეპიდერმისი შედგება იმ უჯრედებისგან, რომელიც მჭიდროდ არის ერთმანეთთან შეკავშირებული და შესაბამისად სანამ ის დერმამდე მოხვდება, ამასაც დრო ჭირდება და სანამ მერე ის ქვემოთ ჩასული განახლებული უჯრედები ზემოთ ამოვა, ამას კიდე ცალკე დრო ჭირდება. შესაბამისად, ყველა ინგრედიენტს აქვს თავისი მოქმედების პერიოდი. თუ მაგალითად ვიყენებთ ისეთ ინგრედიენტს, მაგალითად ჰიალურონის მჟავა, რომლის დატენიანება, შესამჩნევია გამოყენების დროს, რა თქმა უნდა, რამდენიმე დღეში დავინახავთ შედეგს, მაგრამ თუ საუბრობთ ისეთი პრობლემის მოგვარებაზე, როგორც არის მაგალითად ნაოჭების გაუმჯობესება, ლაქების მკურნალობა, ერითემების ალაგება, ბარიერის აღდგენა, ხო? ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი დრო. მაგალითად, ლაქების გაღებებას ხანდახან ჭირდება მინიმუმ 6 თვე და მეტი, ისიც გააჩნია ლაქა რამდენად ღრმად არის, ხო? კანზე ზოგი არის ზედაპირზე, ზოგი უფრო ღრმად არის. შესაბამისად, დამოკიდებული არის გამომწვევ მიზეზზეც. ხშირად არის, რომ თუ თქვათ მზის ლაქა არის, შეიძლება უფრო მარტივად ალაგდეს, ვიდრე მელაზმა. მელაზმა შეიძლება 2 წელი და მეტი დასჭირდეს სამკურნალოდ, ამიტომაც ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული. მაგრამ ბარიერის აღდგენა საშუალოდ ჭირდება ხოლმე 3-4 კვირა, თუ სწორად მიუდგებით და სწორად შევარჩევთ რუტინას. ლაქების მკურნალობა, როგორც უკვე ვთქვი, რამდენიმე თვიანი პროცესია. ერითემებს რაც შეეხება, აი აკნეს შემდეგ რო სიცოცხლეები გრჩება ხოლმე, ეგ ცოტა რთული პროცესია, იმიტომ რომ თან იქ კაპილარია დაზიანებული და კაპილარის აღდგენასაც თავისი დრო სჭირდება და სიცოცხლის შემცირებასაც, ამიტომ ესეც მინიმუმ რამდენიმე თვიანია, მე ხანდახან 8 და 9 თვეს სჭირდება ხოლმე რაღაც ერითემის ასალაგებლად და ნაოჭების მკურნალობას რაც შეეხება, ნაოჭებშიც ჩავშალოთ არის ესეთი მიმიკური ნაოჭები, რომელსაც პროდუქტები დიდად ვერაფერ შველის, იმიტომ რომ მიმიკაზია მიბმული და ვერ გავაჩერებთ ახლა ჩვენ თქვათ ღიმილს და თვალების მოძრაობას, მაგრამ როცა საუბარია ზედაპირულ ნაოჭებზე, რომელიც არის ან სტატიკური, ან აი უფრო ხო, ზედაპირული ნაოჭები ქვია. თუ ზედაპირულ ნაოჭებზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია რეტინოიდების და პეპტიდების შედეგი დავინახოთ რამდენიმე თვეში. მაგრამ ეგეც ალბათ ვიტყოდი საშუალოდ 5-6 თვე. ხო, ამ აქტიურ ნივთიერებების მოქმედებას ნებისყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ნებისყოფაც, მოთმინების უნარიც, თანმიმდევრულობაც,
თუ თქვათ დავიწყეთ გამოყენება და მე 3 თვე დაგვავიწყდა ამ პროდუქტის წასმა, იმას შედეგი ვერ ექნება. ამიტომაც როგორც მარიამმა თქვა, დღეში ერთხელ კარგია, მაგრამ დღეში ორჯერ თუ გამოიყენებ, უფრო კარგ შედეგს დაინახავ. ნუ რეტინოიდებს დღეში ორჯერ ვერ გამოიყენებ და შეიძლება კვირაში რამდენჯერმეც ვერ გამოიყენო დასაწყისში, იმიტომ რომ კანს შეგუება სჭირდება. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია კანის მოვლის დროს, რომ მოლოდინი შევიქმნათ სწორი. არ გვეგონოს, რომ ერთ კვირაში შეიძლება დავინახოთ შედეგი და თუ ვერ დავინახეთ, არ შევწყვეტოთ ამ პროდუქტის გამოყენება. ბევრჯერ გამიგია ხო, რომ ვიყიდე და ვერ დავინახე შედეგი, შევწყვეტე და რა ვკითხავ ხოლმე, ერთი კვირა ან ორი კვირა ისვამდა. მინიმუმ რამდენიმე თვე უნდა ვისვათ პროდუქტი, რომ შედეგი დავინახოთ, მაგრამ თუ პროდუქტი წავისვით და არ მოგვეწონა, ანუ გაგვიღიზიან და ამ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ 4 თვე და შედეგი, ხო, არ უნდა ველოდოთ შედეგს, იმიტომ რომ აი ყოფილა შემთხვევა, რომ ნიაცინამიდის პროდუქტის დაწყების შემდეგ დააყარათ. და აი უკითხავთ, რომ კიდე რამდენი ხანი უნდა მოვითმინე, როდის გადამეწმინდება ეს გამონაყარი, ხო? არ უნდა მოითმინო ესეთ დროს გამონაყარი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში 10%-იანი ნიაცინამიდი რაც იყენებენ, ხოლმე საკმაოდ უხეში და გამღიზიანებელია. და მისი გვერდითი მოვლენა, კი, როგორც რეტინოიდების შემთხვევაში შეიძლება იყოს გვერდითი მოვლენა გამონაყარი, მაგრამ ის ალაგდეს, იმიტომ რომ ქვედა ფენებიდან ამოიტანა, ვთქვათ ის ანთებითი პროცესი და მერე გაუმჯობესდება ეგრეთ წოდებულ purging-სასაც ეძახიან. ზოგი ინგრედიენტს ეგ purging-ი არ აქვს და თუ დაგაყარა, ვთქვათ პეპტიდებზე თუ დაგაყარა, ესე იგი ეგ კონკრეტული პეპტიდი ან ამ პეპტიდებში შემავალი სხვა ინგრედიენტი არ გიხდება და არ უნდა დაევლოდო 6 თვე შედეგის სანახავად, უნდა შეწყვიტო, იმიტომ რომ აი ყოველთვის კანს უნდა მოусწრო. კანი განიშნებს თუ უხდება, უნდა აცადო და ამ შემთხვევაში დრო დამოკიდებულია შემავალ ინგრედიენტებზე და გამოყენების სიხშირეზე. თუ არ მოგიხდა, უმალვე უნდა შეწყვეტო გამოყენება. ნიაცინამიდზე ჩვენ ნეგატიური მხარე ვახსენეთ, შეიძლება რეაქცია ქონდეს, მაგრამ ისე ჩვენება, ანუ ისერისთვის გამოიყენება ნიაცინამიდი, ვინაიდან აქტიური ინგრედიენტებზე ვსაუბრობ. კი, ნიაცინამიდი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტია და როგორც მარიამმა თქვა, რომ ჰიალურონის მჟავა თითქმის ყველა პროდუქტია, ნიაცინამიდიც უკვე თითქმის ყველა პროდუქტია. შესაბამისად, ძალიან ხშირია ხოლმე, რომ ოვერდოზი მოდით ნიაცინამიდის, იმიტომ რომ იმდენ პროდუქტში არის, რომ თქვა 3 შრააც დამატენიანებელს და მზის განამწვავს ერთად თუ ისვამ, შეიძლება 3-ვე პროდუქტში იყოს ნიაცინამიდი და ჯამურად ზედმეტი იყოს შენი კანისთვის. 2-დან 5%-მდე არის ძალიან ეფექტური და არ არის საჭირო 10 და 20%-იანი ნიაცინამიდებიც ვნახე ბაზარზე და სრულად ზედმეტია. ნიაცინამიდი არის ანთების საწინააღმდეგო, ბარიერის აღმდგენი, ლაქების გამაღიავებელი, კანის გამომაბრწყინებელი, დამამშვიდებელი ინგრედიენტი. შესაბამისად, ძალიან ბევრი დანიშნულებით შეიძლება მისი გამოყენება. უბრალოდ ეგ არის, რომ მაღალი პროცენტი ავტომატურად არ ნიშნავს უფრო მაღალ ეფექტურობას ან სწრაფ შედეგს. პირიქით, ხშირ შემთხვევაში, რაც უფრო მაღალია ინგრედიენტის პროცენტულობა და კონცენტრაცია პროდუქტში, მით უფრო მაღალია კანის გაღიზიანების რისკიც. ამიტომაც, ვისაც სურს ნიაცინამიდის ჩართვა, იმემგალეთ ეშატი, იმიტომ მიყვარს, რომ 5%-მდეა ნიაცინამიდი, შესაბამისად, ყველაფერს აკეთებს იმას, რასაც ნიაცინამიდი უნდა აკეთებდეს, უბრალოდ გამოკლებულია ის, რომ 10%-იანი ნიაცინამიდივით არ აღიზიანებს კანს. კეთილი. მარიამ, ეხლა მინდა ერთი ესეთი კონკრეტული კითხვა დავსვა, ნუ კონკრეტულიც და თან ზოგადიც. საჭირო არის თუ არა ამ კანის მოვლის რუტინაში ცვლილებების შეტანა, როდესაც ადამიანი აპირებს რომ ჩაიტაროს რაიმე ტიპის პროცედურა კანზე, ან პროცედურის შემდეგ, ამ პროცედურებში რა ვსგულიხავ, რაც შეიძლება იყოს ეპილაციის გაკეთება მაგალითად, ან ფილერის გაკეთება, ან ბოტოქსის, რასაც ადამიანები ან რაიმე პლასტიკა, ხო, ასე შემდეგ. თუ უნდა ანუ რამე წინასწარ უნდა გავაკეთოთ ამისთვის, მოვემზადოთ კანის მოვლის რუტინა შევცვალოთ და ამ პროცედურის შემდეგაც თუ უნდა ველოდოთ კანის ტიპის ცვლილებებს პირველ რიგში. ან სულ ტიპი არ შეგვეცვალოს, რაიმე ცვლილება თუ უნდა ჩავრთოთ ჩვენ რუტინაში. ბევრნაირი პროცედურა არსებობს. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ეპილაცია არის მგონი, რასაც ყველა მიმართავს, ნუ უმეტესობა ყოველ შემთხვევაში და მთავარი წესი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, არის ის, რომ განსაკუთრებით ეპილაციის შემდგომ არ უნდა გამოვიყენოთ რამოდენიმე დღე მაინც, მინიმუმ 3 დღე. მაგალითად, ამ ქერცლავი მჟავების შემცველი იქნება ეს კრემები თუ დასაბანები, განსაკუთრებით ალფა მჟავების შემცველი, რომელიც ახდენს კანის ექსფოლიაციას, სასურველია რომ მოვარიდოთ, აგრეთვე რეტინოიდები,
სასურველია რომ ამასაც მოვერიდოთ, თუმცა რამოდენიმე დღის გასვლის შემდეგ თამამით შეგვიძლია მათი გამოყენება. კონკრეტულ პროცედურებს რაც შეეხება, პროცედურებში ესე დეტალურად არ ჩავალ, იმიტომ რომ ყველა პროცედურას აქვს თავისი რეკომენდაცია, როგორ უნდა მოვემზადოთ, ან როგორ უნდა მოვუაროთ შემდგომ კანს. შესაბამისად, ამ რეკომენდაციას უშუალოდ ექიმი, დერმატოლოგი ან კოსმეტოლოგი გასცემს, ხოლო რაც შეეხება ზოგადად ეპილაცია, სასურველია ეს ინგრედიენტები რაც ჩამოთვალე, რამოდენიმე დღე მოვარიდოთ კანს, რომ გაღიზიანება მინიმუმამდე შევამციროთ და დამატებითი საშუალება არის ის, რომ გამოვიყენოთ დამატენიანებელი კრემები, იქნება ეს ალოეს შემცველობით გელები თუ პანთენოლის და რა თქმა უნდა მზისგან დამცავი. არის ყველაზე აუცილებელი საშუალება, რაც ამ დროს უნდა მივახმაროთ კანს. კეთილი. დიახ. ეპილაციასთან ერთად ლაზერები, აი თუ არის ხოლმე ამ ქერცავი მჟავები, ამ პილინგები, როცა კეთდება და ეს პილინგები ძველად არის ამ ქერცავი მჟავები, ოღონდ ძალიან მაღალი კონცენტრაციით, ეგეთ დროსაც კანი რომ მოვამზადოთ, ანუ კოსმეტოლოგიც ეტყვის უბრალოდ ხანდახანაირო კოსმეტოლოგთან მიდიხარ ჩაიტარო და უცბად აღმოჩნდება, რომ რეტინოიდებს იყენებ და კიდე 2 კვირა უნდა მოიცადო, სანამ მიხვალ. ამიტომ ეგ რომ არ მოხდეს, თუ ესეთ ძლიერ პროცედურებს იტარებენ, ახლა არ გვაქვს საუბარი ბიორევიტალიზაციაზე და პლაზმოზე, საუბარი როცა არის, თქვა CO2 ლაზერზე, ან ეს პილინგებზე, პილინგამდე ან ამ პროცედურამდე აუცილებელია, რომ რაღაცა ერთი კვირით მაინც შეწყვეტილი გქონდეს ნებისმიერი ისეთი უხეში აქტიური ინგრედიენტი და თქვა დასაბანი დამატებელი მზისგან დამცავი არასდროს არის ზედმეტი და არავინ გეტყვის, რომ დამატებელი ამოიღეთ, თუ გინდა რომ ეს პროცედურა ჩაიტარო. ამიტომ ვინც იყენებს აი ესეთ რეტინოიდებს, თქვა შეიძლება იყოს ქერცლავი მჟავები, რა ვიცი, C ვიტამინზე არ გამიგე, მაგრამ ხო შეიძლება რომელიმე კონკრეტულ პროცედურას გქონდეს, სასურველია რომ თუ გეგმაში გაქვთ, ან აი ვთქვათ ორსულობას თუ გეგმავენ რეტინოიდები, სასურველია რომ შეწყვიტონ. ხო, ზედმეტ ამ ორი ტიპის ინგრედიენტზეა საუბარი, დანარჩენი მისაღებია ხოლმე. კეთილი, ნელ-ნელა ბოლოსკენ უნდა გავიეთ და მინდა რომ აი თავისუფალი მიკროფონის რეჟიმში რაც გაგახსენდებათ, რამოდენიმე უკვე ვახსენეთ, აი ყველაზე დიდი არაები რა არის კანის მოვლაში, თუნდაც ინგრედიენტების თვალსაზრისით, მათ შორის არ დავიწყოთ დეკორატიული კოსმეტიკა თუ მანდაც არის რაღაცა ისეთი დიდი არაები და არაები სხვადასხვა ნივთიერებების კომბინაციის თვალსაზრისით თუ გახსენდებათ ასეთები. ამბერიკი. ჩამოვთვალოთ. ერთი არა ეხლა რაც უცებ გამახსენდა და ყველაზე დიდი არა არის ბევრი ახალი პროდუქტის ერთად დატესტვა. მარიამაც უკვე ახსენა, მაგრამ კიდევ გაუსვამ ამას ხას, იმიტომ რომ როცა რაღაც ბევრ ახალ პროდუქტ შევიძენთ, განსაკუთრებით იქნება ეს დღესასწაულები, შავი პარასკევი თუ წინა საახალწლო, გვინდა რომ ყველა ერთიანად გავტესტოთ, რომ რაღაც მთლიანად შევცვალოთ რუტინა, ან გადავეწყოთ ახალ საშუალებებზე. ამ დროს დიდი ალბათობა არის იმის, რომ რაღაც კონკრეტული პროდუქტი ან ინგრედიენტი არ მოგვიხდეს და ამ დროს საშუალება არ გვაქვს რომ გავმიჯნოთ რა არ მოგვიხდა, ან რა ინგრედიენტი, ან რა პროდუქტი არ მოგვიხდა. შესაბამისად, სასურველია რომ რაღაც კონკრეტული პროდუქტი ეტაპობრივად გავაცნოთ კანს, ნებისმიერი ახალი პროდუქტი, ერთი მაგალითად თუნდაც ტესტოთ 1-2 კვირა და შემდეგ გადავიდეთ სხვა საშუალებებზე. და აგრეთვე დიდი ყველაზე არა არის over exfoliation, ანუ ზედმეტი კანის ექსფოლიაცია, ეს ტრენდი რაც დამკვიდრდა, რომ აუცილებელია ყველასთვის ექსფოლიაცია, არ არის აუცილებელი, რადგან ჩვეულებრივი დასაბანი საშუალებაც ისედაც გვაშორებს ზედმეტ ცხიმს, ჭუჭყს და მკვდარ უჯრედებს. უბრალოდ ეს არის დამატებითი საშუალება მათთვის განსაკუთრებით, ვინც ვიყენებთ აქტიურად რეტინოიდებს, რადგან ზოგჯერ ეს build-up-ი კანზე გრჩება და რაღაც შეგრძნება გვაქვს ისეთი, რომ კარგად არ გვშორტება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ყველას არ აწუხებს. ესეც არის ასე თქვა შერჩევითი საშუალება, ზოგს მოგწონს ამ ინგრედიენტების ჩართვა, ზოგს არა. თუმცა, გარდა იმისა, რომ განსაკუთრებით გლიკოლის მჟავა გამოირჩევა ანტიასაკობრივი მოქმედებით, ბუნებრივია, დროთა განმავლობაში ესეც კარგია, რომ ჩართვათ უბრალოდ ზომიერად, კვირაში 1-2 ჯერ მაქსიმუმ და არა ყოველდღიურად დასაბანებში. კეთილი. ჩემთვის ინგრედიენტებში დიდი არა, რაც უმახსენდება ხოლმე არის ეთერზეთები და მესმის, რომ აი ბუნებრივი ნატურალური მოყვარული ვინც არის ეთერზეთების მოყვარულიც არის, უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ ეთერზეთები კი მცენარეული მასალა არის, მაგრამ ძალიან ბევრ პარფიუმს და ალკოჰოლს შეიცავს ბუნებრივად, ან დანამატი არ არის, უბრალოდ მასში უკვე არის ძალიან ბევრი პარფიუმი და ალკოჰოლი, შესაბამისად, ვისაც აქვს ჩემსავით მგრძნობიარე კანი, პლუს აკნესკენ მიდრეკილი, ან ვისაც აქვს როზაცია, ან ატოპიური დერმატიტი, ან ვისაც ქრონიკული პრობლემა აწუხებს სახის კანზე, მაქსიმალურად უნდა მოერიდოს ამ ინგრედიენტს. პარფიუმს რაც შეეხება, ცოტა რთული ამბავია, იმიტომ რომ თან კარგად რეგულირებადი არ არის, იმიტომ რომ ყველაფერს პარფიუმი შეიწრება, რომ დაარქვა და პარფიუმის ქვეშ ძალიან გრძელი სია ინგრედიენტების, რომელსაც ხშირად ბრენდები არც აზიარებენ, იმიტომ რომ
მე მაგალითად თქვა პროდუქტს ვაწერია პარფიუმი, არ იცი რომელი პარფიუმია. შეიძლება ერთმა პროდუქტმა, რომელსაც პარფიუმი აქვს, არ გაგიღიზიანოს კანი და მეორემ გაგიღიზიანოს, იმიტომ რომ სხვა პარფიუმის შემცველობა ქონდეს მას. ამიტომაც ვისაც აქვს აი რაც ჩამოუთვალე მგრძნობიარე და პრობლემური კანი, ურჩევ რომ მოერიდოს პარფიუმსაც და ეთერზეთებს. ჩამოსავან პროდუქტებში დიდი პრობლემა არ არის, მაგრამ ლიმონ პროდუქტებში რაც კანზე რჩება, სასურველია რომ არ გამოიყენონ. ასევე დიდი არა ჩემთვის არის უკონსერვატო პროდუქტები, რომლებიც ფორმულირებულია, კონსერვატების გარეშე და მარტივია მასში ბაქტერიის გამრავლება ან სოკოსი. და მარტივად ფუჭდება და ხშირ შემთხვევაში ვინც ყიდულობს, იმიტომ რომ გონია რომ კონსერვატი კანისთვის ცუდია, მერე იმ პროდუქტს რომ ისვამს უარესი ემართება სახის კანზე, თქვა ირღვევა მიკროფლორა, იმიტომ რომ იმ პროდუქტს შესაძლებელია იყოს გამრავლებული და პლუს დიდი ხანი ვერძლებს ეგეთი პროდუქტი და ჩათვალეთ თუ რაღაცა ბიუჯეტურად იყიდეთ, ისედაც თქვა რაღაც პროდუქტ შეიძლება ეწეროს, ყველა პროდუქტს ხო აქვს დატანილი რომ გახსნან შეიძლება აი ამას მაგალითად აქვს 12 თვე ვადა. 12 თვე ვერ გაძლებს ვერც ერთი უკონსერვატო პროდუქტი, შესაბამისად მოგიწევთ ძალიან ხშირად შეძენა და საბოლოო ჯამში შეიძლება გამოვიდეს უფრო ძვირად ღირებული ის პროდუქტი, ვიდრე რომ შეგეძინათ რაღაცა კონსერვატებით, თან ძალიან კარგად იტესტება კონსერვატები, რომლებიც პროდუქტებშია და შესაბამისად რეგულირდება კიდეც ევროპაშიც, ამერიკაშიც. ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ვენდოთ ამ ბრენდებს რომ არჩევენ იმ კონსერვატორს, რომელიც საჭიროა. და ასევე დიდი არა ჩემთვის, ასევე მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანისთვის არის ექსფოლიატორების და რეტინოიდების ერთად გამოყენება. ზოგადად ყველას კანი ინდივიდუალურია და მე რაც მიღიზიანებ შეიძლება, თქვა მარიამს არ გაუღიზიანოს, იმიტომ რომ ბევრად ამტანი და ესეთი კარგი კანი აქვს. მაგრამ ხო, ვისაც აქვს აი მგრძნობიარე და პრობლემური კანი, უნდა მოერიდონ ერთდროულად ძალიან ბევრი აქტიური ინგრედიენტის გამოყენებას. მაგალითად, ჩემთვის არა არის, აი პროდუქტს შევხედავ და აი ეს რო იყოს წარმოიდგინე ხა მთლიანი ინგრედიენტების სია, ბევრი პროდუქტი არის ასეთი. მე ავტომატურად ამ პროდუქტს ვეუბნები არას, იმიტომ რომ იქ რამე თუ გამიღიზიანა კანიან დამაყარა, მიდი არ ყვი ხა რომელი ინგრედიენტი იყო. ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობ რომ მოკლე პატარა მარტივი ფორმულების მქონე პროდუქტები შევიძინო და ისედაც თუ რამდენიმეს ერთად ვიყენებ, მერე კიდე ჯამურად შეიძლება გამოვიდეს რომ 90 ინგრედიენტი სვამ სახის კანზე და ძალიან არ არის საჭირო და ამდენი რაღაცის მიღება სავარაუდოდ არ შეუძლია კანს. და ხო, რა ვთქვი, ამქერსავი მჟავები და რეტინოიდები ერთად სასურველია რომ არ გამოიყენონ, განსაკუთრებით ალფა-ჰიდროქსი მჟავები და რეტინოიდები, იმიტომ რომ ორივე იწვევს, რეტინოიდებიც იწვევს კანის ექსფოლიაციას თავის მხრივ და შეიძლება ზედმეტი მოხდეს და დაიღოს ბარიერი და განსაკუთრებით ერთ რუტინაში არ უნდა გამოვიყენოთ. აი შეიძლება ვთქვათ, გაანაწილოს ვიღაცამ კვირაში 2 დღე რეტინოიდი და 1 დღე ამქერცლავი რომ ორივე კონდეს და ორივესგან მიიღოს სარგებელი, მაგრამ ერთსა და იმავე რუტინაში ამქერცლავი ტონერი რომ გამოიყენოს თქვა და მე რეტინოიდი წაისვას არ არის რეკომენდებული. და ასევე ბენზოლის ზეჟანგი, რომელიც ასევე ძალიან პოპულარული ინგრედიენტია, რომელიც აკნეს სამკურნალოდ გამოიყენება და აქვს ასევე კერატოლიტიკური ფუნქცია. არ უნდა გამოვიყენოთ რეტინოიდებთან ადაპალენის გარდა. ადაპალენი ისე არის ფორმულირებული, რომ გაითვალისწინოს, რომ ეგ უნდა დამესვა კითხვა და ეხლა ჩემ არ დასმულ კითხვას გაიცი პასუხი. ხო, ადაპალენი არის ისეთი კონკრეტულად აკნეს სამკურნალოდ შექმნილი შესაბამისად ისე დაასტაბილურეს, რომ არ მოხდეს მისი ოქსიდაცია ბენზოლის ზეჟანგის ზეგავლენით, მაგრამ რეტინოლზე განსაკუთრებით რეტინოინზე გავლენა აქვს, ამიტომაც თუ ვიყენებთ თქვა რეტინოლს და ბენზოლს, სასურველია რომ თქვა დილით გამოვიყენოთ ბენზოლი და საღამოს რეტინოიდი, თუ ადაპალენთან ერთად ვიყენებთ, ამ შემთხვევაში არ აქვს ცუდი გავლენა, ამიტომ შეგვიძლია თამამად ორივეს წასმა. კეთილი. და სულ ბოლოს დასკვნით ნაწილები დაუთმოთ მითების გაფანტვას. რამოდენიმე უკვე გავფანტეთ, მაგალითად დღეს ვახსენეთ ის, რომ ესე პროდუქტებზე კანის მიჩვევა ესეთი რამე არ არსებობს. შეიძლება გარემოებები შეიცვალოს და ამიტომ ჩვენი რეაქცია სხვა პროდუქტების მიმართ შეიძლება შეიცვალოს. კიდევ ახსენეთ ის, რომ არ არის 20 ეტაპიანი კანის მოვლის რუტინა საჭირო და სინამდვილეში ძალიან მარტივად არის საქმე. ნუ კომპლექსურად, მაგრამ ეს ეტაპები რამდენიმეა, სულ 3-4 ეტაპისგან შედგება კანის მოვლის რუტინა, თუ დამატებითი პრობლემები არ გვაქვს. კიდევ ახსენეთ ის, რომ ქიმიური მზისგან დამცავი არ არის საშიში და მინერალური ქიმიური სიტყვის არ უნდა გვეშინოდეს. არც ხელოვნური სიტყვა, ყველაფერი ხელოვნურია, ეხლა რასაც უყურებთ გარშემო და ბუნებრივი ავტომატურად კარგს არნიშნავს. ხო, გველის შხამიც ბუნებრივია, რომელიც შეიძლება ორ წამში მოკლას. კიდე რა შეიძლება დავამატოთ ამ მითებს? მაგალითად, ეხლა მე რაც მახსენდება არის, რომ ცხიმიან კანს არ ჭირდება დატენიანება. ეს ხო არ არის ასე?
ჭირდება, ოღონდ შედარებით ალბათ მსუბუქი დამატებია. როგორც თქვი, ცალკეა ცხიმიანობა, ცალკეა კანში ტენიანობა და რეალურად დატენიანებით ვავსებთ ტენიანობას და არა ცხიმიანობას. ამიტომაც დატენიანება აუცილებელია, რომ ბარიერი იყოს ჯანმრთელი და პლუს კანში გქონდეს საკმარისი ტენიანობა, რომ არ იყოს გამომშრალი და პათოგენებმა და ბაქტერიებმა მარტივად ვერ შეაღწიონ ჩვენს ორგანიზმში. კეთილი. და კიდე აი სკრაბების გამოყენებაო, დეტოქსი, აი ეს დეტოქსი სიტყვა ძალიან არ მიყვარს მე და აი ეს დეტოქსები კანთან მიმართებაში იმას ვქნათ რაღაცნაირად მივწიხლოთ. ხო, ნებისმიერ მასში კონტექსტში არ მიყვარს სიტყვა დეტოქსი. ხო, არა სისულელი. არც ერთ კონტექსტში გარდა აი თმის მოვლის პროდუქტებისა, უბრალოდ შამპუნებში დეტოქს შამპუნი, რასაც აწერია, ის ნიშნავს, რომ სკალპს კარგად ასუფთავებს და სკალპთან დაკავშირებით კიდევ ერთი მითი, რაც მახსენდება, არის ის, რომ ცხიმიან თმას არიბანენ ზოგჯერ იმიტომ, რომ გონიათ, რომ სკალპს დაატრენინგებენ და გადააჩვევენ, ასე თქვა, ცხიმის გამოყოფას. ესეც არის ერთ-ერთი მცდარი მოსაზრება. ცხიმიანი სკალპი, ვისაც აქვს სასურველი, რომ ყოველდღე დავიბანოთ სკალპი განსაკუთრებით, იმიტომ რომ მის ჯანმრთელობასაც უფრო მეტად ვუნარჩუნებთ და აგრეთვე რაც უფრო მეტ ცხიმს დავიგროვებ სკალპზე, მით უფრო მაღალი არის რისკი, რომ თუნდაც სხვადასხვა დაავადებები განვითარდეს, ისეთი მაგალითად როგორიც არის სებორეული დერმატიტი შეიძლება განვითარდეს ან გამწვავდეს თუ ისედაც გვაწუხებს. ამიტომ სკალპის ჰიგიენა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, როგორც კანის ჰიგიენა ზოგადად, იმიტომ რომ ესეც ჩვენი კანია, ოღონდ თავის. ხო. და ისიც თქვით, რომ ეს კუმულაციური ეფექტი ცუდი არა აქ ამ პროდუქტებს, რაც დაგვაქვს კანზე, ხო, მზისგან დამცავი იქნება ეს თუ სხვა დამატენიანებელი და ასე შემდეგ, რაღაც სამატებდი. ხო, ყველაზე გავრცელებული მითი, რომელზეც ვფიქრობდი, არ უნდა ვთქვა თქო, იმიტომ რომ იმდენი ხანია ამ თემაზე ვსაუბრობთ, რომ გონია რომ მოვაბეზრე ადამიანებს თავი, მაგრამ ის რომ ფორები არ იხსნება და არ იხურება, მაინც ხდება ხოლმე ეს კომენტარი, რომ აი ფორები ღია დამრჩა, ფორები გამიღიავდა და როგორ დავხურო. ხო, რეალურად ფორს არ აქვს კუნთი, რომ გაიხსნას და დაიკეტოს. ფორი არის მუდმივად ღია და უნდა იყოს მუდმივად ღია, იმიტომ რომ ფორის საშუალებით გამოიყოფა ჩვენს კანზე ცხიმი და ტენიანდება კანი და ინარჩუნებს ამ ჯანსაღ და ბუნებრივ ბარიერს. ხო, უბრალოდ ვიზუალურად ხანდახან ფართოვდება და ზუსტად ამიტომ ვაძალებთ მე მგონი თითქმის მის განამცავის გამოყენებას ადამიანებს, რომ ესეც ფორები არ გაუფართოვდება. ალბათ მე მგონი ეგრე უნდა გადავაბრენდოთ მის განამცავის გამოყენება, რომ ხო, ფორები არ გაგიფართოვდებათ ან გული გაგიფართოვდებათ, იმიტომ რომ ფორის რეალურად ფორის თქვა ესე გაშულობას განსაზღვრავს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გენეტიკა. და ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, ეს შემთხვევაში ფორებიც უფრო მეტად გამოხატული აქვს, ვიდრე მშრალი კანის მქონე ადამიანებს, მაგრამ ამავდროულად კანში რაც უფრო მეტად იკარგება კოლაგენი და ელასტინი, მით უფრო ეგ ეწოდებული საფორთი ამ ფორის დუნდება და ეს ფორი აქამდე თუ იყო უფრო შეკრული, იმიტომ რომ მეტი კოლაგენი იჭერდა, ეხლა აღარ აქვს ეს და უფრო მეტად იშლება. შესაბამისად, იმისათვის რომ ფორების ვიზუალის რაღაცა შევიწროება შევძლოთ ან მინიმუმ ხელი შევუშალოთ გაფართოებას, არის რომ უნდა გამოვიყენოთ მზის განამცავი, რომ ზემ კოლაგენი არ დაშალოს ჩვენს კანში და შეგვიძლია მივახმაროთ თქვა რეტინოიდები და პეპტიდები, რომლებიც კოლაგენის სტიმულაციას ახერხებენ და შესაბამისად შეიძლება ვიზუალურად აი ასევე თქვა ლაზერები, რაც თქვით, თქვა ორი ლაზერი და არ კიდე რამდენიმე ლაზერი, რომელიც კოლაგენის სტიმულაციას ახდენს, შეგვიძლია ეგეს დავახმაროთ, რომ ვიზუალურად შევიწროვდეს, მაგრამ ის რომ ფორები დაიკეტოს, ეგეთი რამე, ანუ ცუდია, ფორების დაკეტვა დახშობა ნიშნავს, რომ მკვდარი უჯრედები დაეცო ამ ფორს, ცხიმი ჩაგროვდა შიგნით, გამრავლდა ბაქტერია და გაჩნდა გამონაყარი. ამიტომაც მიზანი არ არის ფორების დახურვა, მიზანი არის ფორების ვიზუალის შემცირება და ასევე რაც უფრო მეტი ცხიმია კანზე, ამ ფორში მით უფრო მეტი ცხიმი გროვდება და ვიზუალურად უფრო გადაშლილი ჩანს. ამიტომაც, თქვა სალიცილის მჟავის შემცველი პროდუქტის გამოყენება, რომელიც ცხიმში ხსნადია და შლის ამ შეწებებულ მკვდარ უჯრედებს და ცხიმს ვიზუალურად ამის მოშორებაც ცოტა პატარას გამოგვიჩენს ფორს. კიდე იცი რა გამიგია, რომ რაღაც რეტინოიდები, რაღაც სამუდამოდ შეიძლება დაათხელოს კანია თუ ასე შემდეგ. ეგ ძალიან კარგი საკითხი წარმოჭერი. ხო, იცი რა არის პირიქით. რეტინოიდები კანს ასქელებს, ანუ უფრო ადაპტირებას ხდის გარემოს მიმართ. შესაბამისად, ესე რეტინოიდი არ არის ამქერცლავი. ძალიან ხშირად ეშლებათ ეს ორი რაღაც, რომ გონიათ, რომ რეტინოიდები არის ამქერცლავის საშუალება და კანს რაღაც მკვდარ უჯრედებს აშორებს. არ არის ესე პირიქით, რადგანაც უწყობს კანში უფრო მეტად კოლაგენი ელასტინის სინთეზს, ამის ხარჯზე კანი უფრო მეტად მკვრივი და ელასტიური ხდება. შესაბამისად,
მეტად არ თხელდება, უფრო მეტად მკვრივდება, მოქნილი და რაღაც ფრესტი ერთგვაროვანი ხდება. ტექსტურა უმჯობესდება, იმიტომ რომ კერატინოციტების ხარჯზე, ანუ ანტიკერატონციტური მოქმედება გააჩნია. კეთილი, ხო, ნუ აქვე კიდე გავიმეორებ და დავამატებ, რომ ბუნებრივი არ ნიშნავს უფრო უსაფრთხოს და ადამიანი ყველაზე ახლოს როცა იყო ბუნებასთან, მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ალბათ 30 წელს იცვლებოდა. ეს ჯერ კიდე 200 წლის წინ ხდება, ხო, ამიტომ ბუნებრივი არ გაუთანაბროთ უსაფრთხოს. არა მარტო კანის მოვლას გულისხმობ. ცხადია არის რაღაცა მიმართულებები, სადაც ხელოვნური უარესია, საკვებ პროდუქტებში შეიძლება იყოს ასეთი რაღაც გამონაბოლქვი ასე შემდეგ, მაგრამ ზოგადად ჩვენ ხელოვნურს ვეძახით იმას, რადგან ადამიანები ვქნით და რაღაც პირველ სახით ფორმით რაც არის ბუნებაში, იმას ვეძახით ბუნების და რასაც ჩვენ ვქნით, ის როგორც წესი გვეხმარება ხოლმე ჩვენ, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. დიახ. ბრძანეთ. სხვათა შორის ძალიან ბევრი ინგრედიენტი, რომელიც პროდუქტებში გვხვდება, ბუნებრივადაც გვხვდება სამყაროში, უბრალოდ დაიწყეს იმავე ინგრედიენტების იგივე მოლეკულის დონეზე ლაბორატორიაში შექმნა ერთი, იმიტომ რომ საკმაოდ ცუდი გავლენა აქვს კულტივაციას ასე ხშირად ინგრედიენტების ბუნებაზე და მეტიც რომ უფრო კონტროლირებული არის ლაბორატორიაში შექმნილი იგივე ინგრედიენტი, ვიდრე ბუნებიდან მოყვანილი, იმიტომ რომ პესტიციდები არის, უამრავი რამე არის, რითიც შეიძლება რომ კონტამინაცია მოხდეს. მაგალითისთვის, როგორც ვახსენეთ, კერამიდები ინგრედიენტებში გვაქვს, სახისკანშიც გვაქვს, ჰიალურონის მჟავა, იგივე, ქოლესტერის ცხიმოვანი მჟავები, იგივე, რძემჟავა, შარდოვანა ხო ძალიან ბევრი ინგრედიენტი რომელიც კანის მოვლის პროდუქტებში გვხვდება ორგანიზმში ისედაც გვაქვს და აზელაინის მჟავა მაგალითად ხორბალში და ქერშიც არის და უბრალოდ მე იქმნება ლაბორატორიაში ინგრედიენტების უმრავლესობა რეალურად ბუნებაში გვხვდება თქვა სალიცილის მჟავას და მე უბრალოდ ხდება ამის სინთეზურად გამოყვანა ლაბორატორიაში ამიტომაც ხშირად ქიმიურად ესეთ ლაბორატორიაში გამოყვანილი ინგრედიენტი უფრო კარგია, უფრო კონტროლირებოდია, უფრო ეფექტურია და უფრო მეტად გამოკვლეულია, ვიდრე ბუნებრივი მასალა რო აგვეღო დედამიწიდან. ეს ხელოვნური ხო თავისთავად ხელოვნური სიტყვა გამოგვინდა რომ ბუნებაში რაც არის, იქიდან ვერაფერს ვერ გაიგე, ანუ ხელოვნური რაც არის, ყველაფერი ბუნების წიაღიდან მოდის. კეთილი მეგობრებო, ორ საკითხს განმარტავ ჩვენი მაყურებლისთვის და მსმენელისთვის, ჩვენ შეგნებულად არ შევეხეთ კონკრეტულ დაავადებებს და მდგომარეობებს, ვინაიდან ეს უფრო რაღაცა კლინიკური დიაგნოზები არის და ექიმის რეკომენდაციები აქ შეიძლება მიუხედავად რომ თქვენ შეიძლება მეტი იცოდეთ, მაინც ბევრ დერმატოლოგზე, მაინც არის ხოლმე ამასთან დაკავშირებით პრეტენზიები, ამიტომ ამისგან თავი შევიკავეთ. ეს ერთი და მეორე არ ვისაუბრეთ სკალპის მოვლაზე, ვინაიდან თქვენგან გავიგე და ესეც ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, რომ ეს ცალკე სამყარო არის ეს შამპუნები, თავის მოვლა და ასე შემდეგ და ეს იმას ნიშნავს, რომ მე მიხარია რომ ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით როგორც მინიმუმ და ამ სხვადასხვა თემაზეც ვისაუბრებთ. დიდი მადლობა მარიამე ბორო მოხვედით. ის იყო ჩვენთვის პატივი იყო ჩვენთვის თქვენი მასპინძლობა. ჩვენ მაყურებელს და მსმენელს შევახსენებთ, რომ ჩვენი პოდკასტი გახლავთ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ, გააქტიურეთ ძალისხილაკი, გადააზიარეთ, დაგვიტოვეთ კომენტარები, თუ რაიმე პასუხგამოცემელი დარჩა. ორივე მარიამი ძალიან აქტიურად პასუხობს ყველა კომენტარს, ხანდახან ვიდეოებით. ნუ უპასუხოთ არც ერთ კომენტარს, მოკლედ არ ტოვებენ და ესე მოვიქცევით ჩვენც. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. დროებით.